ვიტამინების ჭარბმამიღებამ კიდეც ალკე გართულებები შეიძლება მოგვცეს. იქნებ საერთოდ არ შევიყვანთ, არ ვატაროთ ბაღში ამ ავადობის გამო, იმიტომ რომ ამას არასოდეს მაინც დასასრული არ აქვს. შეიძლება ჩვენ გვეგონოს, რომ ესე ციციფაფუა ბავშვი და რაღაცა სული უნდა უბეროთ და ასე შემდგომ. რა თქმა უნდა, ზედამხედველობის ქვეშ უნდა იყოს, მაგრამ ავტონომიის რაღაცა ნიშნები უნდა მივცეთ. ამდენჯერ ავადობა ითვლება ნორმად. ექიმო, ჩემ ბავშვს დაბალი იმუნიტეტი ხომ არ აქვს. ამ ხშირ ავადობას შეიძლება ხელს უწყობდეს ალერგიული, სხვადასხვა ტიპის ალერგიული დაავადებები. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავუშვათ ვაქცინაცია ამისგანაც იცავს. როგორი ყველა იცის მშობელს რო ვიდეო ანახოთ, შეიძლება ყველამ ეგრევე თქვას, რომ აუცრი, ხო? იმიტომ რომ გონია რომ ბავშვი იხჩობა და ხალხური მეთოდი ავტომატურად არ ნიშნავს, ასე ვთქვათ, არასწორ მიდგომას. მაგალითად, თაფლი არის ერთ-ერთი ბუნებრივი საშუალება, რომელიც პირდაპირ კვლევებითაც დადასტურებული არის, რომ გარკვეული სიტუაციების დროს შეგვიძლია დაგვემართოს დაავადების მართვაში, ხო? თუნდაც ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების დროს, თუ გადამეტებული ფუნქცია აქვს, იმუნიტეტი საკმაოდ სახიფათო არის. რატომღაც ყველა დარწმუნებული ვართ, რომ მხოლოდ ერთხელ შეიძლება დაგვემართოს და ერთხელ თუ უკვე გადატანილი გვაქვს, მეორედ აღარ დაგვემართება. ხლად მეცვადა უკვე გავცივდი და არ არის ინფექცია, არასწორი ტერმინია თვითონ. ნაყინი ვაჭამოთ ბავშვს ზამთარში. შეგიძლიათ. მოგესალმებით, ეს არის ვირუსული პოდკასტი, სადაც ვისაუბრებთ ხოლმე ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. დავსვამთ კითხვებს და სპეციალისტები გვიპასუხებენ ჩვენთვის მარტივად და გასაგებად. და იმედი გვაქვს, რომ ეს ვიდეო მივა ბევრ ადამიანზე და გავრცელდება ინტერნეტში. განსხვავებით სეზონური ვირუსებისგან, რომელიც იმედი მაქვს, რომ უკვე ბოლოსკენ გადის და აი სწორედ ამ თემაზე, სეზონურ ვირუსებზე, რესპირატორულ დაავადებებზე და სხვა ბევრ საინტერესო ამბავზე ვისაუბრებთ ჩვენი პირველი პოდკასტის პირველ სტუმრებთან ერთად. ჩვენი სტუმრები არიან პედიატრი ძმები დავით და კონსტანტინე ჩახუნაშვილები. გამარჯობა. მადლობა მოწვევისთვის. და რა პირველი კითხვა, დამთავრდა ზამთარი. დადგა გაზაფხული, ვერ ვიტყვით რომ უკვე დათბა. მაგრამ მაინც რაღაცნაირი ისეთი განწყობა გვაქვს, რომ აი უკან მოვიტოვეთ, ყოველ შემთხვევაში მშობლები ამას ვიმედოვნებთ, რომ უკან მოვიტოვეთ ეს ვირუსების სეზონი. რეალურად დასრულდა, იკლებს გვეშველება რამე? პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ვირუსული ინფექციები და რესპირატორული ინფექციები ყველაზე ხშირი არის შემოდგომა და ზამთრის პერიოდში, მაგრამ სადღაც ალბათ მარტის ბოლომდე შეიძლება გაგრძელდეს გარკვეულწილად, იმიტომ რომ ტენიანობა თვითონ და ასე ვთქვათ ტემპერატურა მოქმედებს ამ ინფექციების, ასე ვთქვათ, გავრცელებაზეც და შესაბამისად, მაინც როდესაც მარტი არის და ცივი ამინდები არის, გარკვეული ცირკულაცია შეიძლება ამ ვირუსების მაინც შეხვდეს. რა თქმა უნდა, შეიძლება იმ ინტენსივობით არა, როგორც იყო მაგალითად იანვარში, თებერვალში და დეკემბერში, როდესაც ყველაზე მეტი შემთხვევები ფიქსირდება ხოლმე, მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც აქტუალურ საკითხად რჩება. და მშობლებს უნდა უთხრათ, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც არსებობს ამ დროს, რომ ეს ჰიგიენის დაცვა იქნება, ხო, თავშეყრის ადგილებში, ასე ვთქვათ, სიარულისგან, ასე ვთქვათ, თავის შეკავება და ასე შემდეგ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. თუმცა, პატარა ასაკის ბავშვებში ძალიან რთულია ამ ყველაფრის კონტროლი და იქ ბაღში აქვთ შემხებლობა პატარებთან, იქ ხელის ჰიგიენის ნორმები არ არის კარგად დაცული და ცოტა გვიჭირს ხოლმე თავის დაცვა ვირუსული ინფექციებისგან და აქ ასაკიც ხელს გვიწყობს 5-6 წლამდე ისედაც ხშირი არის ბავშვებში რესპირატორული თუ არარესპირატორული ვირუსული ინფექციები და ამიტომაც მშობლები მაინც ყურადღებით უნდა იყვნენ. აი ბაღის ასაკის ბავშვები ვახსენეთ და აი ეს ხო დაუსრულებელი პრობლემა წავიყვანთ ბავშვს ბაღში ივლის 2 დღე ხდება ავად მოყავს სახლში მოვარჩენთ ვაბრუნებთ და მოკლედ ეს არის დაუსრულებლად და ბევრი მშობელი ფიქრობს ხოლმე რომ იქნებ საერთოდ არ შევიყვანთ არ ვატაროთ ბაღში ამ ავადობის გამო იმიტომ რომ ამას არასოდეს მაინც დასასრული არ აქვს ან მთელი აი ეს ვირუსების პერიოდში, რომელიც რა თითქმის 9 წელი გრძელდება, არ დაყავთ ხოლმე ბავშვი, რომ მაქსიმალურად მოვარიდონ. აი სწორია, ანუ რამდენად სწორია ის, რომ არ დაავადდეს ბავშვი, ამას მოვარიდოთ, რომ რაღაცნაირად ყავდეს უფრო ისეთ პირობებში, სადაც. იცით რა არის, ეს კონკრეტულად სკოლამდელი ასაკი არის ის პერიოდი, როდესაც ბავშვი ჰიგიენას მინიმალურად იცავს, მაქსიმალური ექსპოზიცია ხდება სხვადასხვა ტიპის ინდივიდთან.
ადამიანთან, ცხოველთან, ასე შემდგომ და აქედან გამომდინარე უნდა მოველოდეთ ჩვენ რომ ხშირი ინფექციები ექნება. მით უმეტეს ამ დროს იმუნიტეტიც ყალიბდება, ხო? ანუ როდესაც გარე სამყაროსთან შედარებით უფრო წლამდე ასაკის ბავშვები ჩაკეტილი არიან ხოლმე, იმიტომ რომ შიდა წრესთან აქვთ კომუნიკაცია და ესე ფართო მასებში არ არიან გასული და შესაბამისად არ არის ხოლმე იმუნური სისტემა მზად რომ ამდენი ადამიანის კონტაქტი ესე მარტივად გადაიტანოს, მაგრამ ხო, აქ არის პლუსები, რომელსაც ვერ ჩაანაცვლებს ვერაფერი. შეიძლება დიდი კარგი წარმოდგენის არ ვიყო არც საქართველოს ბაღებზე ზოგადად და არც სკოლაზე მათ შორის, მაგრამ ბაღში ბავშვი ითვისებს ისეთ უნიკალურ უნარებს, რასაც ქვია სოციალური უნარები და შესაბამისად აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია რომ ჩვენ მაინც ვეცადოთ რომ ბაღში ბავშვი ვატაროთ. ის სხვადასხვა უნარ-ჩვევებს იძენს აქ მეტყველება ერთი არის, მეორე კვების მხრივ არის პლუსი, იმიტომ რომ როდესაც ხედავს რომ თავისნაირი ადამიანები რაღაც სხვადასხვა კერძებს მიირთმევენ, როგორც წესი, გქონია ეგეთ შემთხვევები, რომ მაგალითად მშობელი მეუბნება რომ შაბათ-კვირას სახლში არ ჭამს, ბაღში ყველაფერს ჭამს. ეს და ასევე მნიშვნელოვანი არის სოციალური ქცევა ზოგადად, ხო? იქიდან გამომდინარე რომ თუ ბავშვი იზრდება მარტო სახლში, მას როგორც წესი სამყაროს ცენტრი გონია თავი და მე მაგალითად ბაღში ვარ მივყვანთ და უცბად სკოლაში მივყვანოთ, გაუჭირდება იქ მოლაპარაკება სხვა ბავშვებთან და ასე შემდგომ, ხო? იმიტომ რომ როდესაც ბავშვი გადის უკვე თავისი ნაჭუჭის გარეთ, იქ უკვე სხვა უნარებს ითვისებს, როგორც არის მაგალითად მოლაპარაკების სხვადასხვა ტაქტიკა, იმიტომ რომ სახლში მაგალითად მოლაპარაკების ერთადერთი ტაქტიკა შეიძლება იყოს ტირილი, რასაც თუ ტანტრუმს ვეძახით ხოლმე ხშირად, რითიც ცდილობენ რომ რაღაცა მიიღონ მშობლისგან, ხო? და როდესაც ეხა ბაღში სხვა ბავშვებთანაც რაღაცა უნდა სიტყვას სათამაშო ან რაღაცა და იქ ამ ტირილით ვერ მიაღწევს, ორი რაღაც ყალიბდება ბავშვთან, რომ რაღაც სხვა მოლაპარაკების ტაქტიკა ხო არ არის, რომელთაც შემიძლია მე კომუნიკაცია დავამყარო სხვა ადამიანებთან და იქნებ ტირილი არ არის ეს გამოსავალი, ხო? რითიც შეიძლება იმას ვქნა და ასევე შეიძლება ბევრს მოეჩვენოს რომ ნაადრევი არის, მაგრამ გარკვეული ავტონომიის ეტაპები უკვე მალევე უნდა დავიწყოთ ბავშვთან, იქიდან გამომდინარე რომ ახალი კვლევებით, არც ახალი, მაგრამ ხო, პრინციპში ახალი კვლევებით არის ესეთი შემოთავაზებული ესეთი თეორია, რომ გარკვეული რაღაცა უნარ-ჩვევები, რომელიც ჩვენ შეიძლება გვეგონა, რომ ბავშვები ითვისებდნენ რაღაც გარკვეული ასაკის დასწავლის მერე, ითვლება, რომ ეს ნეირონული გზები გახსნილი არის დაბადებიდანვე, უბრალოდ ჩვენ თუ ამას არ ვამუშავებთ, მერე იკეტება ეს წრედი, ასე ვთქვათ, და ეს წრედი თავიდან რომ გაიხსნას, მერე უკვე მეტი ინტენსივობა ჭირდება. შესაბამისად, რაღაც ავტონომიის ეტაპებიც ბაღში უფრო მარტივად შეიძლება აითვისოს. მაგალითად, ამდენიმე პაციენტი მყავდა, რომელიც ბაღში ძალიან ადრეული ეტაპიდან იყვნენ, უცხოეთიდან იყვნენ ჩამოსულები საქართველოში და ამბულატორიულად უბრალოდ ვიზიტზე იყვნენ და 9 თვის ბავშვი ლამის როგორც 12 თვის ბავშვი უნდა იდგეს, ისე იდგა რამოდენიმე და ესეთი უნარები რაღაცები, რაც შეიძლება ჩვენ გვეგონოს, რომ ესე ციციფაფუა ბავშვი და რაღაცა სული უნდა უბეროთ და ასე შემდგომ. რა თქმა უნდა, ზედამხედველობის ქვეშ უნდა იყოს, მაგრამ ავტონომიის რაღაცა ნიშნები უნდა მივცეთ და ჩვენ თუ სახლში დავტოვებთ ამის საშუალება ან შეზღუდული არის, ხო? იმიტომ რომ შეიძლება დედმამიშვილები ყავდეს, ვისთანაც კომუნიკაცია აქვს, ან სხვა ბავშვებთან ქონდეს კომუნიკაცია, მაგრამ ბაღში ეხა ზოგადად უფრო ფართო მასებთან სახლში შექმნილი და ფართო ზონები, როდესაც ფართო სპექტრთან, როდესაც უწევს ბავშვს კომუნიკაცია, მაინც უფრო მნიშვნელოვანია. ანუ ძალიან გამიგრძელდა ეს სიტყვა, მაგრამ მარტივად რო ვთქვათ, ისეთი რაღაცები დასწავლას უწყობს ხელს ბაღი, რომ არ ღირს გადაწონის იმ რისკებს, რაც შეიძლება რა იქ იყოს. რაც შეეხება, ალბათ მე ხა ამაზე ბევრი ვილაპარაკე და ალბათ ხშირი ავადობის მხრივ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ეგ უნდა ჩავშალოთ. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და ასევე რამდენჯერ ავადობა ითვლება ნორმად. აი რამდენჯერ, რა ის ამბავი სულ ცუდად არის, როგორ შეიძლება რომ სულ ავად იყოს, იქ ხან არის ხოლმე გაგრძელებული სურდო, რომელიც ბავშვს დიდხანს მიყვება და ასე შემდეგ. აი რამდენად არის ეს ნორმა და რა დროს უნდა ჩავრთოთ ხოლმე განგაში სიგნალი, რომ კი ბატონო,
ბატონო. ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვა აი ამ საკითხს რაც მოსდევს ხოლმე არის ის რომ ექიმო ჩემ ბავშვს დაბალი იმუნიტეტი ხომ არ აქვს. და აქ უკვე შემოდის ერთი ვარიანტი. აი დაბალი იმუნიტეტი თვითონ უკვე ტერმინიც ცოტა არასწორი არის, იმიტომ რომ არის მართლა სერიოზული დაავადება, რომელსაც იმუნოდეფიციტი ქვია და ის არამხოლოდ ავადობებს, კიდე სხვა რაღაცებსაც გამოიწვევს სამომავლოდ ბავშვში. უბრალოდ ხშირი ინფექციებიც შეიძლება გამოვლინდეს, მაგრამ სასწორის მეორე პინაზე ჩვენ შეიძლება დავდოთ უკვე სხვა ტერმინი, რომელსაც ქვია ხშირად მოავადე ბავშვი, ხო? ანუ ეს არ არის დაბალი იმუნიტეტის გამო, არც იმის გამო, რომ ბაღში გაუშვით და ასე შემდეგ. უბრალოდ ბავშვი, როდესაც შესაბამისად პატარა ასაკისაა, მისი ორგანოთა სისტემები ჯერ ჩამოყალიბების პროცესში არის, ხო? და დაახლოებით ეს პროცესი მაინც 5-6 წლამდე გრძელდება, ანუ მისი გულსისხმთა სისტემა, სასუნთქი სისტემა, კუჭ-ნაწლავის სისტემა და ასე შემდეგ. უფრო მეტად ხდება მოწყვლადი სხვადასხვა ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციებისადმი. და ამიტომ უკვე შემოვიდა მეორე ტერმინი. ნახეთ, ხშირად მოავადე ბავშვი, რომელიც არ არის ძალიან საგანგაშო, უბრალოდ პედიატრთან ერთად უნდა ვიცოდეთ, როგორ მართოთ იქ ბრონქიტი იქნება, მაგალითად ფილტვების ანთება იქნება, შუაყურის ანთება იქნება თუ არა, რომელიც ძალიან ხშირი არის პატარა ასაკის ბავშვებში, ხო? და გარკვეული რისკ ფაქტორები ამ დაავადებებს აქვთ. ამიტომაც შესაშინებელი არ არის, უბრალოდ თუ მაგალითად ხშირი არის ინფექციები წელიწადში, მაგალითად 6-7 შემთხვევა, ხო? ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ბავშვს დაბალი იმუნიტეტი აქვს, ან რაღაცა დამატებითი ჩარევა ჭირდება. მაგრამ აქ თუ მოდის უკვე ძალიან რთული გართულებები, რომელიც აი ხშირი ფილტვების ანთება, ხო? ხშირი ყურის ინფექციები, რომელიც ხშირად რთულდება, ხშირი მაგალითად ნაწლავური ინფექციები და ასე შემდეგ და აქ უკვე მოდის ხო, ხშირი ჰოსპიტალიზაცია ვერ გამოდის მდგომარეობიდან. ხშირი ასე ვთქვათ კლინიკაში მოთავსება ყოველჯერ ანტიბიოტიკის მიღება და ასე შემდეგ, ეს უკვე რა თქმა უნდა უფრო ვიხრებით აი იმუნოდეფიციტისკენ, რაც ჩვენ არ გვინდა რომ იყოს, მაგრამ ხშირად მოავადე ბავშვი, როცა არის, შეიძლება მარტივად გამოვძვრეთ შედარებით ამ ინფექციებისგან და უბრალოდ მარტივად იმართოს სახლის პირობებშიც ან ამბულატორიულად, ხო? ამიტომაც ამის შეფასება პირველ რიგში პედიატრის მოვალეობა, მაგრამ მშობელსაც უნდა ქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობს უბრალოდ ესეთი ტერმინი, ხშირად მოავადე ბავშვის ტერმინი, რომელიც შეიძლება იყოს მისი კონკრეტული შემთხვევა და არ იყოს აქ რაღაც იმუნოდეფიციტი ან რაღაც დამატებითი არასაჭირო მედიკამენტების გამოწერა, რომელსაც სამწუხაროდ ხშირად ხვდებით ხოლმე. კი, ასევე მშობელმა ალბათ პირველ რიგში უნდა დაუსვას კითხვა, თვითონ გამოდის თუ არა ბავშვი, ანუ სიმპტომური მკურნალობით, კლინიკაში რამდენჯერ ხვდება და რასაც მშობელმა შეიძლება მიაქციოს ყურადღება, მაგრამ პედიატრის კომპეტენცია უფრო არის, აი ეს დაგანვითარება როგორი არის, სხვა რაიმე სიმპტომები აქვს თუ არა. ასევე ამ ხშირ ავადობას შეიძლება ხელს უწყობდეს ალერგიული, სხვადასხვა ტიპის ალერგიული დაავადებები, ხო? მაგალითად რესპირატორული ინფექციები შეიძლება ძალიან ხშირი იყოს სხვადასხვა ტიპის ალერგიული დაავადებების დროს და ეს ყველაფერი უნდა ინფორმაცია მიიღოს პედიატრმა და ამის შესაბამისად მიუდგეს ბავშვს. მერე იქ არის რაღაც კონკრეტული კვლევები, რომელიც შეიძლება დაგჭირდეს, მინიმალური კვლევები, მაქსიმალური კვლევები, გენეტიკური ანალიზი შეიძლება დაგჭირდეს რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში, რომ გამორიცხოთ და ნუ მოკლედ, ანუ ეს ხშირი ავადობა მოსალოდნელია, მაგრამ იქ მნიშვნელოვანია ჩვენ რა ტიპის ავადობაზეა საუბარი. ანუ ისეთი ტიპის ავადობა, მაგალითად ფილტვების ანთება თუ 8-ჯერ ქონდა წელიწადში, რა თქმა უნდა, იმუნოდეფიციტი გამოსარიცხი არის, ხო? თუ რავი 7-ჯერ ქონდა ყურის ანთება, ესეც გამოსარიცხია, იმიტომ რომ ყურის ანთების დროს როგორც წესი ესე მარტივად არ უნდა ემართებოდეს. მარტივად ემართებათ ამასაკის ბავშვებს, მაგრამ თვალ ესე მარტივიც არ უნდა იყოს. მაგალითად თუ ყოველი ავადობის დროს მოხვდა კლინიკაში, ესე იგი რაღაცას საყურადღებოა და მე იქ უკვე დამატებით კვლევა არის ჩასტარებელი სისხლის საერთო ანალიზში უყურებთ იქ ნეიტროფილების და თეთრი უჯრედების დონეს, იქ ასევე ჩვენ გვაინტერესებს
იმუნოგლობულინების დონე რამდენი არის, ხო არ არის რომელიმე დაქვეითებული, ასევე C კომპლემენტის სისტემა არის, რომელიც მთლიანად უნდა შეფასდეს და ეს არის მინიმალური ოღონდ და მე იმის მიხედვით წონა როგორია, განვითარება როგორია და ასე შემდგომ შეიძლება მე იმის მიხედვით რაღაც სპეციალური კვლევები ჩატარდეს, რომელიც შეიძლება ძვირადღირებული იყოს, მაგრამ გარკვეულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია რომ ეგეც ჩავატაროთ, ხო? ანუ ესე იგი თუ ბავშვი ხშირად ავადობს, მაგრამ სიმპტომურად სახლში უმკურნალობთ, უწევთ ტემპერატურას და ასე შემდეგ და ყველაფერი კარგად არის და მე მალევე ისევ შეიძლება ესევე დაავადდეს, ეს არ არის საშიში და ამის გამო არ უნდა ვთქვა თუ არის იმაზე, რომ ბავშვი გავიყვანოთ და კონდეს დაუშვათ სოციალიზაციის საშუალება საბავშვო ბაღში. ასევე ერთი კითხვა მაქვს, წლების შემდეგ ეს იმუნიტეტი, ანუ ძლიერდება თუ არა ამ ავადობების გამო და შეიძლება თუ არა კონდეს იმის იმედი, რომ აი წელს პირველი წელია წავიყვანოთ ბაღში და აი ბავშვი სულ ავად არის და შემდეგ წელს შეიძლება რომ უფრო უკეთ იყოს თუ ეს არ არის ესე. ეგრე არის უფრო სკოლის მერე. ანუ როგორც წესია ავადობების რაოდენობა მცირდება უფრო სკოლის მერე. კონკრეტულად მართალი გითხრათ, ეს მხოლოდ იმუნიტეტის სიმძლავრესთან და სწორად აი ძლიერი იმუნიტეტიც არ მომწონს ტერმინი, იმიტომ რომ ზოგადად მეცნიერულად ჩვენ არც გადამეტებული იმუნიტეტი გვაწყობს და არც სუსტი იმუნიტეტი არ გვაწყობს. გვინდა რომ შუალედში იყოს, იმიტომ რომ თუ გადამეტებული ფუნქცია აქვს, იმუნიტეტი საკმაოდ სახიფათო არის, ავტოიმუნური პროცესები, ალერგიული დაავადებები და ასე შემდგომ ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ იმუნიტეტი ზედმეტად რეაგირებს ისეთ რაღაცებზე, რადგან არ უნდა ირეაგიროს, ხო? ანუ სწორად ფუნქციონირებასთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი თუ იმასთან, რომ ბავშვი პირად ჰიგიენას მინიმალურად იცავს, ალბათ ორივე კომპონენტი იქნება. აქ კვლევებში მართალი გითხრათ, მაგაზე არ დაკვირვებია, მაგრამ სავარაუდოდ ეხა რომ ვიმარჩიელოთ, ალბათ ორივესთან იქნება კავშირში, რომ იმუნიტეტი წყალიბდება, ანუ ეჩვევა გარემო პირობებს და მეორე არის რომ ცოტა მეტად დისტანცირებულებიც არიან და ცოტა მეტად უფრო შეუძლიათ ჰიგიენის დაცვა დაუშვათ სკოლის პირობებში. სკოლის პირობებში ეხა უფრო მეტად შეუძლიათ ყველა სათამაშოს პირში არიღებენ და ანუ თითებს ხელებს პირში არიდებენ და ასე შემდგომ, ხო? ანუ სკოლის ასაკის ბავშვებში უფრო შესაბამისად უფრო იშვიათია ავადობები, ვიდრე ბაღის ასაკის ბავშვებში. იქ ბაღის ასაკის ბავშვებში თან ეგ მანკიერი წრეც არის, რომ შეიძლება ვიღაცა ჰიგიენას ცავდეს, ყველაფერი კარგად ქონდეს, მაგრამ მერე ვიღაც მეგობარს დაემართოს იქ და იმან გადმონდეს, ხო? ანუ იქ უკვე კომპლექსური სისტემა არის და იმუნიტეტი წყალიბდება, ჰიგიენასაც აქვს მნიშვნელობა და ის გარემო რაშიც არიან, ეგეც არის, თუმცა მერე სამივე მოქმედებს, რომ იმუნიტეტიც უკვე ჩამოყალიბებულია, უფრო უკეთესად ვიდრე მანამდე იყო. წრეც უფრო ისეთი აქვს, რომ ასე ვთქვათ, შენი მეგობარი ნაკლები შანსია უფრო რომ ჰიგიენას უფრო ცუდად იცავდეს და გარემო პირობებიც ისეთი არის, რომ არ გიწევს შენ, რა ვიცი, ხა შეიძლება პასტა ჩაიდოს პირში, მაგრამ ძირს ნაგდებს ათამაშოს, ალბათ უკვე სკოლის ასაკის ბავშვი, ხო, არ ჩაიდებს პირში, ხო? აი ამ გადადებას რაც შეეხება, არ ვიცი, ხა მე არ მაქვს ცხადია სამედიცინო განათლება და კითხვებს გისვამთ როგორც უბრალოდ დედა. მაინტერესებს, ანუ რამდენად შესაბამება სიმართლეს ის ამბავი, რომ ბავშვები უფრო დიდი ხნის განმავლობაში არიან ხოლმე გადამდები, ვიდრე მოზრდილ ასაკში ვართ ხოლმე. ზოგადად ძირითადად მედიცინაში ესე არ არის, ანუ არის გარკვეული დაავადებები, რომელიც დასნებოვნებიდან, ასე ვთქვათ, გამოვლინებამდე გარკვეულ დროს საჭიროებს და ძირითადად როგორც წესი არ აქვს ამას მნიშვნელობა მოზრდილს დაემართება, პატარა ბავშვს ჩვილობის ასაკში მყოფ ადამიანს თუ ასე შემდეგ, ხო? ამიტომაც ეს ინკუბაციურ პერიოდს ვეძახით ჩვენ ამას და ეს ინკუბაციური პერიოდი როგორც წესი ყველასთვის ერთი და იგივე არის. უბრალოდ აი აქ არის ერთი მაგრამ რომ ეს ინკუბაციური პერიოდი შეიძლება მაგალითად იყოს რაღაც კონკრეტული დაავადებისთვის 5 დღიდან 3 კვირამდე. მაგალითად 2 კვირიდან 1 თვემდე და ასე შემდეგ. ანუ ვარიაბელური არის და აი ამიტომ შეიძლება ცოტა გაგვიჭირდეს რაღაც დიაგნოზის დასმა კონკრეტული ტესტის ან კვლევის გარეშე, ხო? თუ ვეძებთ რამე კონკრეტულ ვირუსს ან ბაქტერიას და ასე შემდეგ, არის სპეციფიური ტესტები, რომელსაც ვაკეთებთ, რომ ის დავადგინოთ. თორე ესე მარჩიელობით აი აქედან გუშინ შეხვდა იმ ადამიანს და დღეს არის მესამე დღე, აი ცოტა გაგვიჭირდება, თორე ინკუბაციური პერიოდების განსაზღვრა რაღაც დაავადების, ასე ვთქვათ, დიფერენცირებაში შეიძლება ისედაც დაგვეხმაროს, ხო? ამიტომაც პირველ რიგში ყურადღებას ვაქცევთ რას? ჩივილებს, ხო? ბავშვს რა ჩივილი აქვს?
მერე იმას კონტაქტი ქონდა თუ არა აი იმ კონკრეტულ ადამიანთან, რომელსაც რაღაც კონკრეტული დაავადება ქონდა, აი ჩუტყოვილა მაგალითად ხშირია, ხო? აფეთქებები ახლა ჩვენ ბაღის ასაკის მქონე ბავშვებშიც და სკოლის ასაკის მქონე ბავშვებშიც. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გეგმიურ კალენდარში მაგალითად არ შედის ჩუტყოვილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია და ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ევროპული ქვეყნების კალენდარებში შეიძლება ჩვენ ეს ვიპოვოთ ვაქცინა ამ კონკრეტული აცრების გეგმაში და ჩვენთან არ შედის. ამიტომაც პერიოდულად გვაქვს ეს ჩუტყოვილას აფეთქებები და ბაღშიც არის ხოლმე ესეთი კონკრეტული ჩეთები და ასე შემდეგ და იწერებიან მშობლები, აი ვინმეს თუ აქვს ესეთი გამოვლინება, ვინმეს თუ აქვს ესეთი გამოვლინება და გარკვეულწილად ინფორმაციას ექიმსაც აწოდებენ, რომ აი დაფიქსირდა ერთ შემთხვევაში და ხომ არ გავს ამას, ხო? ხო, ჩუტყოვილასი რაღაც განსაკუთრებით გვეშინია ხოლმე. ხო, ჩუტყოვილა უმეტეს შემთხვევაში შეგვიძლია მშობლები დავამშვიდოთ, რომ არ აქვს რთული მიმდინარეობა, ოღონდ კონკრეტულად ყურადღებას ვაქცევთ ჩვენ გამონაყარს. გამონაყარს რა კუთხით, რომ არ მოხდეს მეორადი ინფიცირება ამ გამონაყრს. აი მერე შეიძლება დამძიმდეს სიტუაცია, იმიტომ რომ ქავილი იცის ძალიან საშინელი ამ დაავადებამ და როდესაც ბავშვი პატარა არის, ახლა დიდად კონტროლი უჭირს, ხო? რო ვეტყვით, რომ არ მოიქავო, შეიძლება ასე ვთქვათ, ამაზე არ კონდეს მას რეაქცია და მაინც დაიზიანოს, მაინც მოიქავს და აი უკვე იმ ასე ვთქვათ, კონკრეტული გამონაყრის მეორადი ინფიცირება შეიძლება უფრო საშიში იყოს, ვიდრე აი მაგალითად ნორმალურ შემთხვევაში ჩუტყოვილა, ხო? ამიტომ ჩვენ ვნიშნავთ ისეთ მედიკამენტებს და ვაძლევთ მშობელს ისეთ რეკომენდაციას, რაც შეამცირებს ქავილს, რაც შეამცირებს დისკომფორტს, რაც დაუგდებს ბავშვს ასე ვთქვათ სიცხეს, რომ ნაკლები დისკომფორტი შეიგრძნოს და ნაკლებად გამოხულოს ყურადღება ამ გამონაყარზეც, ქავილზეც, სიცხეზეც, დისკომფორტზეც და ასე შემდეგ. მაგრამ რადგან ჩუტყოვილაზე ვსაუბრობთ, აი ზოგადად ეგრეთ წოდებული ბატონებს, რასაც ვეძახით ხოლმე ეს ინფექციები. რატომღაც ყველა დარწმუნებული ვართ, რომ მხოლოდ ერთხელ შეიძლება დაგვემართოს და ერთხელ თუ უკვე გადატანილი გვაქვს, მეორედ აღარ დაგვემართება ბავშვებსაც გულისხმობ. რამდენად არის ეს სიმართლე? იშვიათია ჩუტყოვილა, რომ ჩუტყოვილა წითელა წითურა, იშვიათია, რომ რამოდენიმეჯერ დაგემართოს, მაგრამ მედიცინაში 100% რაღაცის გამორიცხვა ცოტა რთული არის, იმიტომ რომ თუნდაც იგივე იმუნდეფიციტებზე რო ვისაუბრეთ წეგან, იქ ანუ იმუნდეფიციტის დროს შეიძლება შენ ვერ გამოიმუშაო იმუნიტეტი და შესაბამისად მეორეჯერად შეხვდეს ან მესამეჯერად შეხვდეს, ხო? ენა გამომდინარე მნიშვნელოვანი დაცვა, რომ ეს ვაქცინაცია გაკეთდეს კონკრეტულად წითელა წითურაზე და ყვაყურაზე, წეწეყო ვაქცინა რაც ჩვენთან არის და ჩუტყოვილა მე მგონი ერთ შემთხვევა იყო, რომ ორჯერ დაემართა ერთ ბავშვს, მე რაც მქონია შემთხვევა, მაგრამ აი 99.9 შეგვიძლია ვთქვათ, რომ ან მეორედ მაგრამ შესაძლებელი ნამდვილად თუმცა თეორიულად შესაძლებელი არის კი ნაკლებ სავარაუდოა მაგრამ ანუ აი ესე თამამადაც რო არა უკვე ჩემშულს ეს გადატანილი აქვს არაფერი არ დაემართება და ესე თამამად მივუშვათ დაავადებულ ადამიანთან არ არის მთლად მიზანშეწონილი ესე იგი და ჯობია რომ სიფრთხილე გამოჩინა კი სიფრთხილის გამოჩენა ზოგადად ჯობია ჩუტყოვილის დროს ეხა კანის ქავილის გარდა რა თქმა უნდა წითელ წითურაზე და ყვაყურაზე გაცილებით ნაკლები გვერდითი ეფექტები აქვს, თუმცა იშვიათ შემთხვევაში, როდესაც თავის ტვინის დაზიანება ან ფილტვების დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს, ესეც საკმაოდ რთულად მიმდინარე პროცესი არის და არ არის მარტივად სამკურნალო. შესაბამისად, იშვიათი მე მგონი 1000-ში ერთი შემთხვევა არის თუ 2000-ში, მაგრამ ხო, ანუ შობელს რო ეტყვი ხა 1000-დან ერთი შანსი არისო შეიძლება ვერ დამშვიდდეს, ხო? ხო, არა ვერ დამშვიდდება, იმიტომ რომ სადაც ერთი არის, იქ არასოდეს. მაგრამ ამის ნიშნებს შობელი შეატყობს, მაგალითად სიცხის კონტროლი ვერ ხდება, ან მაგალითად იმატა გამონაყრის ინტენსივობა, ქავილი ვერ ჩერდება და ასე შემდეგ. ამიტომ თავის გამოვლენებები ამ გართულებებს ან ცნობიერება არის დაქვეითებული, სუნთქვის, ანუ ნებისმიერი მამოდობის დროს განგაშ ნიშნები რაც არის, ეგ პედიატრის საქმე უკვე რომ აუხსნას, რომ მალე მიმართოს შობელმაც და მაგალითად თუ ძილიანობა წამოვიდა თავის ტვინის დაზიანებისთვის დამახასიათებელი ცვლილებები წამოვიდა როგორც არის მაგალითად სინათლეზე რეაქცია ან
სინათლის შიში, გულისება პირღებინებები, რაღაც შეუპოვარი, სუნთქვის მხრივ, თუ წამოვიდა ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, სილურჯე, წარზიდულ ნაწილებზე აი რაღაც მსგავსი ნიშნები თუ წამოვიდა, ესენი პედიატრმა უნდა მე ყოველ შემთხვევაში ეგრე ვშვები ხოლმე რაღაც კონკრეტულ პაციენტთან თუ რაღაცას უნდა მიაქციოს ყურადღება, განგაშნიშნებს ცალკე უწერ ხოლმე რომ მშობელი საქმის კურსში იყოს, იმიტომ რომ პედიატრი 24 საათი ხა იქ ვერ იქნება ბავშვთან და წარმომადგენელი, ასე ვთქვათ, პედიატრის და თანაშემწე, ესე ვთქვათ, არის მშობელი, ხო და მშობელმა უნდა იცოდეს ზუსტად რას მიაქციოს ყურადღება, რომ თუ ეჭვი შეგვეპა რაღაც კონკრეტულ გართულებაზე, მე მალევე ჩავრიოთ ექიმი. ამ ინფექციების გავრცელებასაც აქვს ხოლმე რაღაცა წელიწადის დროები გარკვეული რა თქმა უნდა. რა დროს ვრცელდება ხოლმე? კი, აი მაგალითად გრიპზე თუ გვაქვს საუბარი, სასურველი არის რომ გრიპს დავხვდეთ მომზადებული, ხო და გეგმიურ კალენდარში მისი აცრა, ასე ვთქვათ, არ შედის და ეს არის ასე ვთქვათ, მშობელის ნებაზე დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ნებისმიერი აცრა მშობელის ნებაზე არის. ბატონებზე მეკითხებით? ხო, ანუ გრიპის სეზონი ეს ცივი თვეები წეღანაზეც ვისაუბრეთ და აი ხო, აი ამ ბატონებს კი ბატონო, მგონი თუ სწორად გავიგე, ანუ აქვს თუ ახასიათებს თუ არა სეზონურობა განკვეულ ანუ რაღაც აი ამინდი ტენიანობა ამასაც თუ უწყობს ხელს როგორც დავუშვათ. კი, უბრალოდ გრიპი მოვიყვანე ერთ-ერთ მაგალითად, რომ ანუ რადგან ვიცით რომ შემოდგომა ზამთარში უფრო ასე ვთქვათ გრიპის გავრცელების მაღალი შანსი, მაგიტომ ვემზადებით წინა თვეებში ვაქცინაციით, ხო და ეს ყოველწლიურად კეთდება ეს ვაქცინა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, გარკვეულ სხვა არა რესპირატორულ ინფექციებსაც შეიძლება ახასიათებდეს სეზონურობაც და ბევრი კიდე სხვა რამე, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. მაგალითად, არის იქ ისეთი ვირუსები, რომელსაც ვეძახით, აი კოქსაკის ვირუსი, მაგალითად, ბავშვს რომ გამოაყრის ხელებზე, პირის ღრუში და ასე შემდეგ. აი ამ ვირუსულ ინფექციასაც, რომელსაც ენტეროვირუსების ჯგუფი იწვევს, შეიძლება სეზონურობა ახასიათებდეს. ხო? ამიტომაც რა თქმა უნდა ამას აქვს მნიშვნელობა და ბავშვი რომ მიდის პედიატრთან კონკრეტული ჩივილით, ესეც პედიატრის ტვინში ეს ინფორმაცია ტრიალებს, რომ აი რადგან ამ სეზონზე მოვიდა, ხომ არ არის ეს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ამასაც ვაქცევთ ყურადღებას. აი სეზონს რაც შეეხება და სიცივეს რაც შეეხება, ეს არის ჩემთვის ყველაზე ისეთი, ან მგონია რომ ამას ყველაზე მეტი მითი უკავშირდება გაციება. ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აი რაღაც სიმპტომები აქვს და არა ნუ გეშინია ვირუსი, არ მოქვს გაციებული, უბრალოდ არ არის გადამდები. რა არის გაციება? ანუ მართლა ესე რომ გუშინ თხლად მეცვა შემცივდა და დღეს რაღაც ცოტა ვერ ვარ კარგად და აი ეს ცოტა ის არის, ალბათ ხალხური ნათქვამი გამოვა ეს გაციება, მაგრამ ვახსენოთ რომ როდესაც გვაქვს ან სიცხე, ან ცხვირიდან გამონადენი, ან ხველება, ან ნებისმიერი რაღაც ესეთი გამოვლინება, ესე იგი ჩვენ გვაქვს რაღაც ინფექციასთან საქმე. ანუ დიდი ალბათობით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როგორც წესი შეიძლება იყოს ვირუსული ინფექცია, როგორც წესი შეიძლება იყოს ბაქტერიული ინფექცია და უმეტეს შემთხვევაში აი უბრალოდ გავცივდი და არა ჩვეულებრივად კონდეს ჩემთან ასე ვთქვათ კონტაქტი და შემხებობაში ვიყოთ, ცოტა არასწორიც არის, იმიტომ რომ ერთი რომ შეიძლება ჩვენ არ ვიზრუნოთ მეორე ადამიანზე, გადავდოთ მას, მერე მან ოჯახში გაავრცელოს, იქ პატარები დაასნებუნოს და ასე შემდეგ. ამიტომაც ეს ჰიგიენურ ნორმებზე ბევრს კი ვსაუბრობთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იქ მარტო ის ხომ არ შედის ხელის დაბანა. კი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის, მაგრამ იქ მნიშვნელობა აქვს, როგორ ვაცემინებთ მაგალითად, ხო, როგორ ვახველებთ და ასე შემდეგ. აი, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტექნიკა არის მაგალითად, აი, ხელის იდაყვის, ასე ვთქვათ, მიდამოში დახველება ან დაცემინება, რაც პირდაპირ, ასე ვთქვათ, ნებისმიერ კონკრეტულ სახელმძღვანელოში შეგვიძლია ამოვიკითხოთ, ხო? აი ეს ელემენტარული ჩვევები თითქოს ქმნის იმ წრეს, რითაც შეიძლება ინფექციები გავრცელდეს. ამიტომაც ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ადამიანს ექნება ან სიცხე, ან ცხვირიდან გამონადენი, ან ასე შემდეგ, ყველა მაინც ჯობია რომ ფრთხილად ვიყოთ. ანუ რა არსებობს გაციება? ბოლოს, აი მაინც არსებობს. ყველაზე ხშირად რასაც ვეძახით ხოლმე გაციებას, თუ სწორად მახსოვს, რინოვირუსი არის ესეთი, რომელიც იწვევს ინფექციას, უბრალოდ ამ ტიპის სიმპტომებს, მაგრამ ხო, ვირუსია ეგეც რა. ეგეც ვირუსია. ანუ მე თუ უბრალოდ ხლად ჩავიცვი და რეალურად არაფრით არ დავინფიცირდი, მე ავად არ გავხდები. ხო, ავად არ გახდებით, მაგრამ ზოგადად სიცივეში, ანუ რატომ ვრცელდება ეხა უფრო ხშირად ინფექციები? პირველი არის ის, რომ ლორწოვანი ზიანდება უფრო მარტივად. და იქ მერე ვირუსებს, ბაქტერიებს და ასე შემდგომ უმარტივდება ჩեղწევა.
ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ცხვირი არის ფილტრი, გიგანტური ფილტრი, რომელიც ამ ტვერს, ბაქტერიებს და ასე შემდგომ ცდილობს, რომ გარეთ გამოყაროს, იქ ბუსები არის, მაგრამ იქ ლორწოვანი თუ დაზიანდა, მერე უფრო გამომარტივდებათ ამ ინფექციებს შეჭრა. თორე ეხლა ჩვენ რო გავიკეთოთ ნაცხი და რო დავთესოთ ცხვირიდან სიტყვაზე რაღაც ასე ვთქვათ და პრეპარატი იმას ვთქვათ, ძალიან ბევრი რაღაცა შეიძლება ბაქტერია გამრავლდეს და PCR-ს თუ ჩავატარებთ, შეიძლება ძალიან ბევრი ვირუსის გენეტიკური მასალა ამოვიდეს, მაგრამ ისინი ინფექციას ვერ იწვევენ თუ ლორწოვანი არის თავის ფორმაში. და თუ ლორწოვანი თავის ფორმაში ვერ არის უკვე ამას უკვე მოსდევს და თუ ამას ვიტყვით, რომ აი გავედი რაღაც დაუბანელი თავით გავედი, ეს იდეაში ამასთან კავშირში არ არის, მაგრამ თუ ზოგადად სიცივე არის და სიცივეში ამას ტანსაცმელი რამდენად თბილად გეცვა უკვე არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ სიტყვაზე ალბათ თეორიულად თუ აიფარებს სახეზე რაღაცას ლორწოვანი ნაკლებად დაზიანდეს, შეიძლება ნაკლებად გაჩნდეს ვითარება, მაგრამ ესე თხლად მეცვა და უკვე გავცივდი და არ არის ინფექცია, არასწორი ტერმინია თვითონ. და ისედაც ჩვენ კიდევ ხო ანუ ამაზე გქონდა კიდე ჩაწერილი და ალბათ ესეც უნდა ავხსნათ გადაციების დროს ზოგადად იმუნიტეტი მუშაობს ცუდად, მაგრამ გადაციება არის იმდენად ძიმე მდგომარეობა, რომელიც ფუნქციონირებას ვერ შეძლებს ადამიანი, ხო? იმიტომ რომ ჰიპოთერმიას, რასაც ჩვენ ვეძახით, იმ დროს ადამიანი ავტომატურად არის ლეთარგიული, გულის ფუნქციები ირღვევა, ღვიძლის ფუნქციები ირღვევა, ყველა ორგანოს ფუნქცია ირღვევა და შესაბამისად ამ დროს უკვე რა თქმა უნდა იმუნიტეტიც ვერ იმუშავებს ისე როგორც უნდა იმუშაოს, მაგრამ ამას გაციებას ვერ დავარქმევთ მოკლედ რა. ანუ გადაცივება სხვა არის და გაციებას რასაც საყვალპურო ენაზე ვეძახით, ჩვეულებრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაცა კონკრეტული ინფექცია არის. შეიძლება ეს იყოს ვირუსული ინფექცია, შეიძლება იყოს ბაქტერიული ინფექცია, მაგრამ ალბათ უფრო სწორი იქნება, რომ ყოველთვის გონებაში გქონდეს, რომ ჩვენ რო ცხვირიდან წამოგვიდა გამონადენი, დიდი ალბათობით შეიძლება იყოს ინფექცია. ამას ახლა იმ არ ვამბობ თუ ვიცით, რომ ჩვენ სიტყვაზე რაღაც ალერგიული ფონი გვაქვს, შეიძლება ალერგიული ფონის დროსაც გქონდეს იგივენაირი სიმპტომები, ხო? ალერგიული რინიტის დროს ცემინებაც შეიძლება გქონდეს ცხვირიდან გამონადენი, ამ დროს შეიძლება ინფექცია არ გქონდეს, მაგრამ ეს როგორც წესი ადამიანმა იცის, ხო, რომ ალერგიული რინიტი აქვს, იმიტომ რომ ეს როგორც წესი ქრონიკული მდგომარეობაა, როგორც წესი იციან რაზე აქვთ, ზოგს აქვს სეზონურად, ზოგს მთელი წლის განმავლობაში, ზოგს აქვს სახლის ალერგენებზე, ზოგს აქვს გარე ალერგენებზე, ზოგს აქვს ცხოველებზე და ანუ ესეც უნდა ვიქონიოთ, მაგრამ ახლა ადამიანი თუ იცის რომ ალერგიები არ აქვს და ცხვირიდან წამოვიდა გამონადენი, მაინდა-მაინც იმას ნუ მივაწერთ, ხო, რა ქვია. ხო, ან მიციან ხოლმე რომ ცივი წყალი დავლია ბევრი და მაგიტო ცხვირიდან ცხვირიდან აი ზუსტად ეგ მინდოდა, ახლა კიდე მე თქვა, ორი ამბავი რაც, ნუ ერთი არ ვიცი, კონდიციონერს ალბათ ყველაზე მეტი ის კონდიციონერზეც იგივე პრობლემა არის, რაც წეღან თქვით, ხო, იმიტომ რომ კონდიციონერი აშრობს ჰაერს და შესაბამისად ზრდის ინფიცირების რისკს. მით უმეტეს, როდესაც ის უმეტესობა ძველი ეხა ახალ კონდიციონერებს მე მგონი ახალი ჰაერით შემოაქვს და რაღაც იონიზირება და რაღაც FOE რაღაცები, მაგრამ ძველი კონდიციონერები რაც არის, იგივე პრობლემა არის იქაც, იმიტომ რომ ჰაერის გამოშრობა ერთი და მეორე ცირკულაციას იგივე ჰაერს ატრიალებს, რაც შესაბამისად ზრდის იმის რისკს, რომ ჩვენ ან ვიღაცა ჩვენთან ერთად ოთახში რომ მოხდა რაღაცა სიტყვაზე დააცემინა, შეიძლება სწორადაც დააცემინა, მაგრამ ის კონდიციონერი ისევ ატრიალებს იმას, ხო? თორე კონდიციონერი თეორიულად თუ კარგ ჰაერს შემოიტანს გარედან, უბრალოდ ახალ ჰაერს შემოიტანს გარედან და ტენიანობას არ შეცვლის ისე რომ ლორწოვანი დაზიანდეს, იმიტომ რომ მაგალითად მე მიყვარს ხოლმე კონდიციონერის გარშე ფაქტობრივად ვერ ვიძინებ ზაფხულში და ხმასურ ჩახლეჩილი მაქვს, ცხვირი მტკივა და ანუ გძნობ რომ ლორწოვანი დაზიანებული მაქვს მოკლედ. ქონია ისეთ შემთხვევებიც, რომ მაგალითად ზამთარში უფრო ნაკლებად გამხდარ ვარ ავად, ვიდრე ზაფხულში. ასევე იგივე გამოცდილება მქონია, თუნდაც იგივე ძველი ტიპის გამათბობებზე, ახლა ცენტრალურ გათბობაზე არ ვამბობ, როდესაც ისინიც აშრობენ ჰაერს და შესაბამისად აი იგივე მიზეზთან მივდივართ ფაქტობრივად, რაც სიცივის დროს არის, ხო?
კიდევ ერთი ის კონდეთ რაც კონდიციონერზეო და რაღაცაზე. ნაყინი ვაჭამოთ ბავშვს ზამთარში. შეგიძლიათ. არ დაემართება ვირუსი თუ ბავშვს ვაჭამოთ ნაყინს ზამთარში. ეს თვად მაგაზე შეიძლება დამოკიდებული არ იყოს, მაგრამ მაგაზე გამახსენდა ერთი ფაქტი, რომ თუნდაც აი ფარინგიტების დროს, ყელის ტკივილების დროს ერთ-ერთი მკურნალობის ტაქტიკა შეიძლება იყოს ცივი რაღაცის სასმლის ან ნებისმიერი საკვების მიღება და ერთ-ერთი შეიძლება იყოს ნაყინი, ხო? ამიტომაც ცივის მიღება და ავტომატურად რაღაცა მაგალითად ყელის ტკივილი ან გაციება ან რაღაცა შეიძლება არასწორი იყოს და მაინც მივდივართ იმ კონკრეტულ ასე ვთქვათ ფაქტამდე, რომ თუ შეიცვალა ტენიანობა, თუ შეიცვალა ტემპერატურა და ეს ყველაფერი მერე აისახა ლორწოვანზე, ეს ლორწოვანი მივიდა იმ მდგომარეობამდე, რომ მარტივად მოწყვლადი გახდა ამ ვირუსების და ბაქტერიებისადმი, აი მერე იწყება ზუსტად ეს პროცესი, ხო? და ზუსტად აი ზამთარის ფაქტორიც ეგ არის კოტემ რაც ახსნა, რომ რეალურად როცა ტენიანობა იცვლება, როცა ტემპერატურა იცვლება, ხო, ლორწოვანის გამოვლობა და მისი ფუნქციები შეიძლება ცოტა დაქვეითეს. იქ პატარა ბუსუსებიც არის კოტემ, რომელიც ახსენა ამ ლორწოვანზე, მაგალითად ცხვირში, ხო? მე მგონი ვეღარც მოძრაობენ, ხო? არ მოძრაობს კარგად, ვერ ახერხებს ისე ეფექტურად გაფილტროს ეს ვირუსი, ბაქტერია, ტვრის ნაწილაკი თუ ასე შემდეგ და უფრო მოწყვლადი ხდება ამის შემდეგ ორგანიზმი და უფრო მარტივად იჭრება შიგნით კონკრეტული ინფექციური აგენტი. და ზუსტად ამიტომაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ყველაფერმა ესეთი გართულებები, მაგრამ ნაყინს რაც შეეხება და კონკრეტულ საკითხებს, ანუ ამასთან შეიძლება სულაც არ იყოს კავშირში, რომ აი ნაყინი მიირთვა და აი კონკრეტულად ამას დავაბრალოთ, ხო? ამიტომაც ყურადღებას ვაქცევთ პირველ რიგში იმას, რა ჩივილები აქვს ბავშვს, რა გამოვლინებებით არის, მაგალითად აი ალერგიული რინიტი ვისაც აქვს, ხო? ან ქრონიკული რინოსინუსიტი, ხო? რა თქმა უნდა, იმ ადამიანს ავტომატურად ვერ მოვათავსებთ ინფექციით, ასე ვთქვათ, დაავადებული ადამიანების კატეგორიაში და ამიტომ დამატებით კითხვებს უსვამთ, ხო? მაგალითად, ვისაც რინიტი აქვს, ძირითადი გამოვლინება იქნება ცხვირის მხრივ, ხო? აქ ჩაშავებული უპეებიც ექნება, შეიძლება თვალიდან გამონადენი და ქავილი, როცა ვირუსით ან ბაქტერიით, ასე ვთქვათ, დაავადებულ ადამიანს ექნება ცხელება, წყელის ტკივილიც, შეიძლება ტანზე გამონაყარი და ბევრი სხვა ჩივილი, რის მიხედვითაც ჩვენ მარტივად განვასხვავებთ, რომ ეს უფრო ინფექციური პროცესია, თუ უფრო ალერგიული ან რამე სხვა, ხო? ასევე გასინჯოთ ესე მარტო ინფორმაციას ხო არ ვკრებთ და უბრალოდ პირშიც უნდა ჩახედო მე იქაც ინფორმაცია უნდა მიიღო, რა ხდება პირის ღრუში, რა ხდება ხახაში, ყურშიც უნდა ჩავხედოთ, როდესაც ზედასასვლელი გზების ინფექციასთან გვაქვს კავშირი და მე ამასთან ერთად შემაჯამებლად, მაგრამ აი თვითონ ადამიანი ჯობია რომ თუ ეხა რაღაც დაიწყო ესეთი და არც ალერგია ქონდა და არაფერი, წესიერი ქცევა ამ დროს იქნება, რომ თვითიზოლაციაში გადავიდეს ეს ადამიანი და სხვა ადამიანებთან კონტაქტი შეამციროს, ხო? აი ხა ამაზე ვსაუბრობდით და ანუ გასაგებია რომ ეს რაღაცა ესეთი გაციება თვითონ არ არსებობს და ეს უბრალოდ რაღაცას ვქმნით გარემოს ისეც რომელშიც მარტივად ავადდება ადამიანი და ბავშვი. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაუშვათ ვაქცინაცია ამისგანაც იცავს, აი ესეთი დაავადებებისგან, იმიტომ რომ ესეც ხშირად გამიგია ხოლმე, რომ არა, ჩემ შულს ვირუსები არ ემართება, უბრალოდ ხშირად ცივდება ხოლმე და ამიტომ ნუ ვაქცინაციასაც მაგ არის ერთი ისა ვაქცინაცია კონკრეტულად გვიცავს, ანუ ვაქცინაციის ცხრილი შედგენილია იმის მიხედვით, რა არის სახიფათო დაავადებები და რამდენად საჭიროებენ ისინი სპეციალიზებულ ჩარევას და რამდენად ხშირია მათთან, ასე ვთქვათ, ცუდი გამოსავალი, ხო? ან რა გართულებები შეიძლება დატოვოს თუნდაც მკურნალობის შემდგომ. ეხლა ჩვენ ვაქცინაციის ცხრილში რაც გვაქვს არის მაგალითად დიფტერია, რომელსაც ხშირად ვიყენებ ხოლმე, იმიტომ რომ თვალსაჩინო მაგალითად კრუპი ყველას გაუგია და ძველ წიგნებს რო ჩახედოთ, მაგას ერქვა ცრუ კრუპი. იმიტომ რომ დღეს რაც კრუპი არის ვირუსული ინფექციით გამოწვეული, რომელიც შედარებით სუბუქი არის და დიფტერიულ კრუპს ერქვა ნამდვილი კრუპი, უბრალოდ კრუპი, იქიდან გამომდინარე, რომ ის დიფტერიული კრუპი შეიძლება მკურნალობა დროზე დაგეწვა ყველაფერი, მაგრამ ბავშვი შეიძლება მაინც ბავშვის გამოსავალი ცუდი ყოფილიყო, ხო? ანუ ან გართულება ყოფილიყო სერიოზული, ან ყველაზე უარს ვარიანტში ლეტალური გამოსავალით დამთავრებულიყო, ხო? ტეტანუსიც
ანუ ძალიან ისეთი ინფექცია არის, რომელიც ძალიან რთული სამართავი არის და შეიძლება ბავშვის მდგომარეობა ცუდად დამთავრდეს. მაგალითად, ეხა ყივანახველა, რომელიც ასევე მშობელს ბევრი შობელი ყავდა, იქიდან გამომდინარე, რომ კოვიდის დროს ბევრი დეზინფორმაცია იყო ვაქცინაციაზე, დაქვეით და აცრის მაჩვენებელი და წამოიწია წინ მაგალითად ყივანახველა. ყივანახველა მე რომ რეზიდენტურაზე შევედი 2015 წელს და 2020 წლის ჩათვლით ერთი кейსი მქონდა მე ნანახი და მე ინფექციონისტი არ ვარ ოღონდ, ხო? და ეხა, რა ვიცი, ბოლო წელს მე მგონი რამოდენიმე ათეული ვნახულობ თითო წელში. და თან ინფექციონისტი რახან არ ვარ, ესე იგი პირველ ინფექციონისტებთან გაცილებით უფრო მეტი შემთხვევა ხდება, ხო? ამას ეხა ხველის დროს როგორი ხველა იცის მშობელს რო ვიდეო ანახოთ, შეიძლება ყველამ ეგრევე თქვას, რომ აუცრი, ხო? იმიტომ რომ გონია რომ ბავშვი იხჩობა და რაღაც რამოდენიმე წუთი ოღონდ აქ ამ შემთხვევაში ნამდვილად რამოდენიმე წუთი ხდება ხველა, შეიძლება 1 წუთი, შეიძლება 2 წუთი, არა ისე, თორემ მშობლისთვის შეიძლება ყველა ეგეთი გადაბმული ხველა იყოს საუკუნე, ხო? არის მაგალითად, რა ვიცი, პოლიომიელიტი, რომელიც დადამბლავების და ხერხემლის სვეტის და ზოგადად ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების უამრავ შემთხვევას იწვევდა და ეხა მინიმუმ кейსი საქართველოში თითქმის არ არის და აი მაგალითად ინდოეთში ძალიან ბევრი არის. ახსენოთ რომ ხო ინდოეთმა აი ბოლო წლებში მოახერხა რომ მეტნაკლებად დაეძლია პოლიომიელიტი ანუ. იმიტომ რომ იქ ძალიან რთული იყო ეხა ისეთ სლამებში და იმებში აცრები და შესაბამისად უფრო მეტი кейსი იყო. ასევე გადავიდეთ ეხა რაც ჩემ დროს იყო მაგალითად და ჩვენ უნივერსიტეტში ავიცერით ბეჰეპატიტზე, როდესაც ასე ვთქვათ, ექიმებისთვის მე მგონი ევროკავშირის გრანტით ფინანსდებოდა, რომ ყველა მომავალი ექიმს შეეძლო რომ უფასოდ აეცრა ბეჰეპატიტზე. ეხა არის ცხრილში ჩასმული, ხო, ვაქცინაციის ცხრილში ბეჰეპატიტიც არის ძალიან რადიკალური დაავადება. შეიძლება ჩუმად გადაიტანო ისედ, რომ არაფერი არ დაგმართოს და შეიძლება გამოვლინდეს ღვიძლის უკმარისობით და კიბოთი. და შეიძლება აი მაგალითად საერთო ხელსაყრელზე უბრალოდ ხელი გაიმშრალო და ისე მარტივად გადავიდეს, ხო? არის მაგალითად დაავადებები, წითურა, რომელიც პრობლემებს იწვევს როგორც ბავშვში, ასევე ორსულში და ნაყოფის სიმახინჯეები შეიძლება გამოიწვიოს ამან. ყბაყურამ შეიძლება უშვილობა და ბევრი სხვა პრობლემები გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, რინოვირუსი მაგალითად ეგეთ გართულებებს რო არ იწვევს, მაგიტო არ არის ვაქცინაციის ცხრილში ჩასმული. არა გრიპის ვირუსი ეგეთ გართულებებს რო არ იწვევს, მაგიტო არ არის ეგეთ ცხრილს ჩასმული, მაგრამ მაგალითად ეხა ბავშვებში არის პრობლემა ბრონქიოლიტი, რომელიც თქვენც მშობელი ხართ და შეიძლება თქვენს შვილსაც ქონია, რომელიც ძალიან ხშირად ზამთრის პერიოდში ფაქტობრივად ჰოსპიტალიზაციების უმეტესობა 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არის ბრონქიოლიტის. და ეს ბრონქიოლიტის ვაქცინა ეხა გამოიგონეს, მე მგონი დამტკიცდა 2024-ში დამტკიცდა, ხო, თუ 23-ში? 4-ში. ხო, 20-24-ში დამტკიცდა და ეგეც თუ შემოვა, კარგი იქნება ბავშვებისთვის. ოღონდ მაგალითად ბრონქიოლიტის საწინააღმდეგო RSV ვაქცინის RSV იწვევს რესპირატორულ სინციტიური ვირუსი იწვევს ძირითადად. 4 წლის სასაკის ბავშვი როაც აცრა არის უაზრობა, იმიტომ რომ იქ აღარ იწვევს უკვე ბრონქიოლიტს, ხო? იგივეა როტავირუსიც. როტავირუსიც მნიშვნელოვანია რომ 2 წლამდე იყოს აცრილი. რეკომენდაცია არის რომ 4 თვემდე ერთი ვაქცინაცია მაინც გაკეთდეს. თუმცა თუ არ არის აცრილი 2 წლამდე ნებისმიერ მომენტში შეიძლება, იმიტომ რომ სახიფათო ფაღარათებს იწვევს, ხო? რამაც შეიძლება გამოიწვევს გაუწყოვნება ბავშვებში და შესაბამისად ამ გაუწყოვნებას მერე მოყვება ჰოსპიტალიზაცია და კლინიკაში ზოგადად თუ შეგვიძლია რომ კლინიკაში არ მივიყვანოთ პაციენტი და არ დავაწვინოთ, უნდა ყველანაირად ვეცადოთ ეს, იმიტომ რომ კლინიკაში კიდე თავისი რისკებია, რომ ჯანმრთელ ადამიანებს რაღაც კონკრეტული ისეთი ინფექციები შეხვდეს, რაც სახლის პირობებში ვერ შეხვდებოდა, ხო? ანუ აქ არის
საზოგადოებაში აკიდებული დაავადებები ბჭყალებში, სლენგად რო ვთქვათ და საავადმყოფოში აკიდებული დაავადებები და რა თქმა უნდა საავადმყოფოში აკიდებული დაავადება გაცილებით უფრო სახიფათო არის ვიდრე კლინიკის გარეთ, ხო? იქიდან გამომდინარე, რომ იქ ფაქტობრივად საავადმყოფომ რაც უნდა ეცადოს, რომ ჰიგიენის პირობები სუპერ დონეზე კონდეს, ნებისმიერ ვარიანტში იქ ბჭყალებში ამდენი პაციენტი და ეს არის ინკუბატორი სუპერ ინფექციების, ხო? სუპერ ინფექციები ზოგადად სხვა ტერმინი არის, მაგრამ სუპერ ბაგს როგორ არის? სუპერ გამომწვევების, ხო? სუპერ გამომწვევების მოშენებას უწყობს ხელს, რაც უნდა კარგი იყოს, ხო? კლინიკა. იმიტომ რომ იქ პირობები უწყობს ამას ხელს, ხო? იმიტომ რომ ბევრი პაციენტია და ასე შემდგომ. შესაბამისად, ეხლა ჩვენ შეიძლება რაღაც კონკრეტულ ინფექციებზე, მაგალითად როტავირუსზე მე რო უთხრა მშობელს, რომ 3 წელს ასაკში შენი ბავშვი აცერი, მე ვიქნები არასწორი. მაგრამ თუ ვეტყვი რომ 2 წლამდე ეს რისკებია და ჯობია აცრა, მაშინ დამეთანხმება თუ ბრონქიოლიტზე ვეტყვით, აი ბრონქიოლიტზეც ახლა 6 წლის ბავშვს აზრი აღარ ექნება, ხო, რომ აუცრად და აქედან გამომდინარე, აი ეს დაავადებები, რაც ჩამოვთვალეთ ჩვენ და ხო, საკმაოდ ბევრი კითხვა არის, ცოტა კი გამიგრძელდა, მაგრამ HPV ვაქცინაზე, ხო? HPV ვაქცინაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ორივე აიცრას, გოგოებიც და ბიჭებიც. ძირითადად ეხა მაგალითად შვედეთს თუ რომელიღაც სკანდინავიურ ქვეყანას ჰქონდა ბოლო 25 წლიანი გამოცდილება და თითქმის 90%-ით შეამცირეს საშუალოს ყელის კიბოს გამოვლენა, რაც ფანტასტიკური შედეგი არის, მით უმეტეს როდესაც კიბოს პრევენციაზე გვაქვს ჩვენ საუბარი, ხო? აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველა რაც კალენდარში ზის ისე არც ერთი არ ზის, რომ ის, ასე ვთქვათ, მარტივად გადასატანია. მარტივად გადასატანი მე შეიძლება იყოს იმ ბავშვისთვის, როდესაც ანუ აქ ორი ვარიანტია კიდევ. შეიძლება წითელა წითურა თითოეულა кейსი რო არის უფრო მარტივად მართონ ექიმებმა. ხო, ვიდრე მაგრამ მასიურად, როდესაც აფეთქება არის, იქ უკვე როგორც პანდემიის დროს და ჩუტყვავილა წითელა წითურა, ფაქტობრივად შეიძლება მე და თქვენ ერთ ოთახში ვიყოთ, საერთოდ არ შევეხოთ, რაღაც თან ეს 10 მეტრის დაშორებით შეიძლება ვიყოთ ერთ ოთახში და გადაგვედოს, ხო? ანუ ეგეთი ვერაგი ინფექციები არის, ხო? და რეზიდენტურის დროს დათო დამეთანხმება, ეხლა სანამ პანდემია იქნებოდა წითელას შემთხვევით რომ შემოდიოდა ვიღაცა კლინიკა იხურებოდა და ახალ პაციენტს არ იღებდნენ და კარანტინი ცხადდებოდა, რომ სხვას არ გადადებოდა, ვინც აცრილი არ იქნებოდა შეიძლება და ეხა ამ შემთხვევაში უკვე აზრი არ აქვს ხო მაგ იმებს რეგულაციებს, იმიტომ რომ ცალკე დეპარტამენტია საერთოდ თითქმის ყველა კლინიკაში, სადაც ეს წითურა და ესეთი გადამდები ინფექციური დაავადებები არის, ხო უკვე შეიძლება ეგეთი განყოფილება მაშინაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მიდგომაზე ვამბობ, რომ მომატებული არის შემთხვევები, ხო და ამერიკაში სამწუხაროდ თუ სწორად ვიცი, რამოდენიმე შტატში თითო შემთხვევა დაფიქსირდა უკვე ბავშვების გარდაცვალებების და აი ეს დაავადებები არ არის მარტივად სამართავი. მით უმეტეს წითელა არის სახიფათო, იმიტომ რომ ერთი ისეთი გართულება აქვს, რომელიც 1000-ში ერთ შემთხვევაში ვითარდება. ქვემწვავე პანენცეფალიტი არის მასკლეროზებელი პანენცეფალიტი, რომელიც შეიძლება 10 წლის მერე გამოვლინდეს, ანუ თინეიჯერობის ასაკში უკვე უბრალოდ ჩვენ ვეღარაფერს ვეღარ ვაკეთებთ მერე და არის 100%-იანი ლეტალური გამოსავალი, ხო? და ცხრილში რაც არ არის, კიდევ არის ერთი ისა, ანუ როდესაც ჩვენ წვეთ ცოფზე აუცრად თუ არ აუცრად, ხო? ცოფიც ეხა ხშირი არ არის, მაგრამ თუ ეჭვი არის, რომ ცხოველს აქვს ცოფი ვცრით ადამიანს, ხო? იმიტომ კი არ ვცრით, რომ რაღაცა, ასე ვთქვათ, იშვიათია და ერთი кейსია და ორი кейსია, იმიტომ რომ იქ ვიცით, რომ 100%-იანი кейსია. ეხლა ბოლო წლებში რაღაც кейს რეპორტები წამოვიდა, რომ გადაარჩინეს ესეთი პაციენტები რამოდენიმე, მაგრამ ეგ ხო იმას არ მოგცემს რაღაც სტატისტიკაში. თითქმის ითვლება, რომ 100%-ია არის სიკვდილი, ხო? ცოფის დროს და შესაბამისად, აი, ვაქცინაციის დროს ან
ისეთი დაავადება, რომელიც ძალიან ხშირი არის და ამ ძალიან ხშირმა შეიძლება ბევრი ისეთი ადამიანი დააზიანოს, რომლის პრევენცია შეგვიძლია დიდი რაოდენობით მასიურად, ან ისეთი დაავადება არის, რომელიც იშვიათი არის, მაგრამ თითქმის 100%-იანი ლეტალური შედეგით შეიძლება დამთავრდეს. თორე ახლა რინოვირუსზე არ არის ხო რენტაბელური არც აცრა, იმიტომ რომ ადამიანი თავისით ჩვეულებრივად გადაიტანს ამ პრობლემას. გრიპზეც იგივე არის სეზონური აცრა, იმიტომ გჭირდება, რომ ერთი ვაქცინას ორი დაცვა აქვს, ხო? ერთი ან სუბუქად გემართება, ან საერთოდ არ გემართება. და შესაბამისად, ეს ორი დაცვა გვაწყობს, ხო? იმიტომ რომ რაც ნაკლები პაციენტი მოხვდება კლინიკაში, ერთი ნაკლები შანსია, რომ კლინიკაში ამით დამატებით დაემართოს ამ ადამიანს და მეორე ხარჯი არის, ხო? ყველა ადამიანის ჯიბეზე აისახება კლინიკაში თითოეული მისვლა და ჩვენ თუ შეგვიძლია სიტყვაზე 50 ლარიანი ვაქცინით ეს 1000 ლარიანი ხარჯი ავირიდოთ და ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ, ანუ ეს ორი კომპონენტი აქვს, ხო? ჯანმრთელობის მხრივ შენარჩუნება და შესაბამისად ეკონომიკური მდგომარეობაც, რომელიც ირიბად მაინც აისახება მე ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე, ხო? ესეც შეუნარჩუნოთ. ანუ ორი კურდღელის დაჭერას ვცდილობთ ხოლმე, როდესაც კონკრეტული ვაქცინაციის ხილი შედგება და ეხლა ჩუტყვავილაზე რო ვამბობთ, ჩუტყვავილა სამწუხაროა რომ არ არის, იმიტომ რომ შეიძლება ეგეთი მაღალი ლეტალობით და ეგეთი რთული გართულებებით არ არის, თუმცა საკმაოდ ბევრს ემართება ხოლმე და შეიძლება რომ გავარდეს ისეთი შედეგები, რომელიც არ გვაწყობს, ხო? გასაგებია. ანუ მოკლედ აი ამ ყველაფერს ამ რაღაცას საშინელების თავიდან აერდება ძალიან მარტივად შეგვიძლია და ძალიან სამწუხაროა რომ რა ვიცი 2026 წელია და კიდე არიან ადამიანები, ვისაც ეჭვებარება იმაში რომ რაღაცა შეიძლება გამოსავალი იყოს მეცნიერების იქით. და ბარემ აქვეა მეცნიერებაზე რო ვლაპარაკობთ, ხალხურ მეთოდებზეც მინდა რომ გითხოთ. ეხლა წეგან რომ ვისაუბრეთ იმაზე რომ ანუ კლინიკაში მიყვანა, ჩემთვის მაგალითად იმხელა სტრესთან იყო ხოლმე დაკავშირებული ყველა გააზრებაც კი რომ შეიძლება ეხლა ბავშვს ვერ დავუგდო სიცხე და მე დამჭირდეს რომ ბავშვს წავიყვანო კლინიკაში, ეს იყო ხოლმე ჩემთვის აი არ ვიცი, ამაზე მეტად არ მეშინოდა არაფრის. მე ეს არ გამიკეთებია, დამწევებით ვცდილობდი ხოლმე დაწევას, მაგრამ დღემდე იყენებენ აქტიურად სხვადასხვა საშუბლოს, მათ შორის ძმრიან წინდებს. ან ცივი ტილოს დადებას შუბლზე. არ მგონია რომ ეს რაღაცა ლოგიკიდან საერთოდ ამოვარდნილი იყოს, იმიტომ რომ სავარაუდოდ ამ დროს გრილდება, ხო? მაგრამ აი რატომ აიზამანი ძმარი? ბატონო. პირველ რიგში, ანუ ხალხური მეთოდი ავტომატურად არ ნიშნავს, ასე ვთქვათ, არასწორ მიდგომას. მაგალითად, ახლა რამოდენიმე მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. მაგალითად, თაფლი არის ერთ-ერთი ბუნებრივი საშუალება, რომელიც პირდაპირ კვლევებითაც დადასტურებული არის, რომ გარკვეული სიტუაციების დროს შეგვიძლია დაგვემართოს დაავადების მართვაში, ხო? თუნდაც ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების დროს თაფლი შეიძლება გამოვიყენოთ და ბევრად უკეთესი შედეგი მოგცეს, ვიდრე აი კონკრეტულმა შესასხურებლებმა და ასე შემდეგ, ამოსახველებლებმა, ნახველის გამათხიერებლებმა და ასე შემდეგ, ხო? მეორე სითხე, ხო? წყალი. ანუ რატო ვეუბნებით, რომ თითქოს ხშირად ვეუბნებით, რომ სითხე მიიღე და რატომღაც ექიმისგან რომ მოდის ეს აზრი, მერე პაციენტის მშობელმაც შეიძლება თქვას, ეგ ხო ისედაც ვიცი, არა და რატომ აქვს მნიშვნელობა, რომ ბავშვმა ადეკვატური სითხე მიიღოს, ხო და ხშირად ვცვამთ ჩვენ ამ კითხვას, ის კი არა, რომ რაღაც პოპულარული აზრი გავაჟღეროთ, რაც ყველამ იცის, არა, მექანიზმი ავხსნათ, რატომ არის მნიშვნელოვანი იმ კონკრეტული დაავადების დროს სითხის მიღება, ხო? პირველ რიგში სითხე ნებისმიერ უჯრედში არის და ადამიანის ასე ვთქვათ სხეული რომ ავიღოთ, წარმოდგენილი არის უმეტესწილად წყლით. შესაბამისად, როდესაც ორგანიზმში წყლის დონე ეცემა, იქ სხვადასხვა იმუნურ პროცესებსაც პრობლემა ექმნება. აქ შეიძლება იყოს გაუწყლონების რისკიც, რომელიც კიდევ უკვე ცალკე პრობლემაა, თუ ადამიანი ვერ იღებს სითხეს საჭირო რაოდენობით, ხო? და გრძელდება მაგალითად მაღალი ტემპერატურა გარკვეული დღეების განმავლობაში, პატარა ინტერვალით. ამ დროს ორგანიზმის დიდი რაოდენობით აორთქლებს სითხეს, ანუ კარგავს, შეიძლება ამას დაერთოს ფაღარათი, ან მაგალითად გულისრევა პირღებინება, რომელმაც უფრო მეტი დანაკარგი მოგცეს, რაც უკვე მიდის იმ კონკრეტული რისკისკენ, რაც ვახსენეთ, გაუწყლოება და გაუწყლოება არის შედეგი, დაავადება კი არ არის, მაგალითად ფაღარათები რო კოტე მახსენა, ხო? ფაღარათი კი არ არის თვითონ საშიში და ამას ჩვენ მშობლებსაც უხსნით, თვითონ ფაღარათი რახან დაიწყო, ეს ავტომატურად არ ნიშნავს რომ რაღაც საგანგაშო პროცესი
დავინახეთ ჩვენ. თუ იმ ფაღარათის დროს ბავშვი სითხეს იღებს მაგალითად, ხო? სვამს მაგალითად 1 ლიტრ წყალს თუ 2 ლიტრ წყალს, რასაც აქამდე ისედაც იღებდა და არ არის იქ მაგალითად გულისრევა, ჩვეულებრივად შეიძლება საკვები მიიღოს, ხო? უფრო მშვიდად ვართ. და თუ მაგალითად ფაღარათი არის მაღალი სიცხე დაერთო, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ. დაეწყო ღებინებაც, ანუ სითხესაც ვეღარ იღებს, ვეღარც საკვებს ვეღარ იღებს, ეს უკვე გაუწყლონების რისკს ზრდის და აი მერე უკვე შეიძლება განგაშის, ასე ვთქვათ, ზარები შემოუკრათ, ხო? ვახსენეთ თაფლი, ვახსენეთ წყალი, თქვენ ახსენეთ კიდე გარკვეული, ასე ვთქვათ, ძმრიანი წინდები, თვითონ ძმრის გამოყენება სავალდებულო არ არის. მაგრამ წყლით დაზელვის მეთოდი ერთ-ერთი ხალხური მეთოდია, რომელიც დღევანდელ მედიცინაში გამოიყენება, ხო? მაგალითად, თუ სიცხეს ჩვენ ვერ ვაგდებთ გარკვეული ისა სიცხის დამწევებით, ხო? შეგვიძლია ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, დაზელვის მეთოდი გამოვიყენოთ. მაგალითად, ავიღებთ ჩვეულებრივი ტემპერატურის წყალს, არ უნდა იყოს არც ცივი, ხო? არ უნდა იყოს არც ცხელი, მოვათავსებთ რაღაც ღრუბელს, ან თუნდაც ნებისმიერ რაღაც მატერიას, მასში დავასვლებთ და მოვათავსებთ სხვადასხვა მიდამოში. ეს შეიძლება კომბინაციაში მედიკამენტთან რაც გამოვიყენეთ, უფრო დაგვეხმაროს სითხის დაწევაში და სიცხის დაწევაში და სიცხეებს შორის ინტერვალის გაზრდაში. ესეც მნიშვნელოვანი არის, რომ თვითონ ბავშვს რომ სიცხე აქვს, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ რაღაცა საგანგაშო ხდება. ამიტომ ვეკითხებით ემორჩილება თუ არა დამწევს, საერთოდ დამწევი გამოვიყენეთ თუ არა და თავისით დაეწია თუ არა, ხო? ინტერვალები სიცხეებს შორის რამდენი არის? იმიტომ რომ თუ მაგალითად ინტერვალი არის 6 საათი, 9 საათი, 12 საათი, ეს უფრო კარგ პროგნოზზე მიგვანიშნებს, ხო? მაგრამ თუ სიცხის ინტერვალი კლებულობს და ყოველ საათში ერთხელ იწევს, ყოველ საათში ერთხელ გვიწევს მაგალითად დამწევის გამოყენება და ეს დამწევიც ვერ მოქმედებს დიდხანს და მაინც იწევს, აი ესეც უკვე ნიშნავს იმას, რომ მივდივართ არასასურველი პროგნოზისკენ, ხო? ამიტომაც ავტომატურად ეს ხალხური მეთოდების გამოყენება ჩვენ რამოდენიმე ჩამოვთვალეთ, ხო? თაფლი მაგალითად ჩამოვთვალეთ, ასევე წყლის ადეკვატური რაოდენობით გამოყება, დაზელვის მეთოდი, ავტომატურად ჩვენ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დამატებითი მედიკამენტები ავირიდოთ თავიდან, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ დღევანდელ ბაზარზე ხვდებით ისეთ მედიკამენტებსაც, რომელიც კარგად არ არის შესწავლილი და გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება უარესი შედეგი მოყვეს ამ ყველაფერს. მაგალითად, ხველა ერთ-ერთი ხშირი პრობლემა არის ბავშვთა ასაკში და ბევრი მედიკამენტი სამწუხაროდ არ გვაქვს ბავშვთა ასაკში, რომელიც ხველის დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ, ხო? ამიტომაც იქ დანიშნულებებში ხშირად ვაწყდებით რაღაც მცენარეულ მედიკამენტებს, რაღაც ჰომეოპათიურ მედიკამენტებს, ნახველის გამათხიერებლებს, ამოსახველებლებს, რომელიც იმ კონკრეტულ ასაკში პირიქით შეიძლება უარესი შედეგის მომტანი იყოს. მე მახსოვს, მე მქონდა ესეთი კონკრეტული შემთხვევა, ბავშვს ჰქონდა ხველა, დაუნიშნა პედიატრმა ამოსახველებელი და ისეთი სპაზმები წამოვიდა, დაემთხვა თუ რა იყო, მაგრამ ეს წამალი მივეცდო, რომ ბავშვს დაემართა ისეთი სპაზმები, რომ აი უბრალოდ მე რაღაც ძალიან დიდი დრო დაგჭირდა იმისთვის, მე მგონი ანტიჰისტამინი მივეცდო რაღაცა, რომ რაღაცა და დამშვიდებულიყო. ანუ რეალურად ჩემ შემთხვევაში შედეგი ამის არასდროს არ ქონდა ხოლმე და აი ეს რო ახსენეთ ჰომეოპათიური პრეპარატები, ბევრი იყენებს ამას ძალიან ზუსტად, იმიტომ რომ რაღაცნაირად სკეპტიკურად არიან განწყობილი ამ ჩვეულებრივი ტრადიციული პრეპარატების მიმართ. რამდენად მიზანშეწონილი არის, რომ ამ დროს მივცეთ. ეს რაღაცას ვიტყვი ოღონდ რა. მაგ ორად უნდა გავყოთ ეს არის ჰომეოპათია. არის ნატუროპათია. ჰომეოპათია არის ტიპიური ბლეფი არის, ხო? იმიტომ რომ გეუბნებიან რომ აგერ ერთი ჭიქა კოკა-კოლა გახსენი 1000 ლიტრ წყალში, მერე ის კიდე 1000 ლიტრ წყალში და ის ერთი ჭიქა რო ჩამოვსვით, ეს არის ისევ კოკა-კოლა. და შესაბამისად ჰომეოპათიას როდესაც გვეუბნებიან, ესე თუ არ აკეთებენ, ესე იგი ნატუროპათიას გულისხმობენ. ნატუროპათიის მხრივ არის ეგეთ წოდებული ლუფოული კანონში, რომ ბუნებრივი პრეპარატები არ ექვემდებარება ისეთ შესწავლას, როგორცაც მედიკამენტები. შესაბამისად ჩვენ არ ვიცით ის რა გვერდით ეფექტს გამოიღებს, ხო? მაგრამ შეიძლება ეფექტი ნამდვილად ჰქონდეს. მაგალითად, ერთი ეგეთი არის ექინაცია, რომელიც ხველისთვის შეიძლება გამოიყენებოს და გარკვეულ შემთხვევაში შედეგიც აქვს, ხო? და რაღაც
კლინიკური კვლევები ჩატარებული არის, ხო, ამაზე და აქედან გამომდინარე, აი აქ ეს ორი ნაწილად უნდა გავყოთ, ხო, იმიტომ რომ ჰომეოპათია მე რაც ვიცი და რაც წაკითხული მაქვს, მოიცავს აი ამას, რომ რაღაც წყალში გაზავებული ძალიან ბევრჯერ და მე ამას გაწვდიან როგორც წყალს აქვს ასე ვთქვათ მაგიური ფუნქცია, მაგრამ რეალურად ეგეთი მაგიური ფუნქცია არ აქვს, რომ წყალში რაღაცა გააზავო უსასრულოდ და წყალმა ის დაიმახსოვროს ინფორმაცია, რაც თავდაპირველად იყო პირველად გაზავებაში, ხო? მე სამწუხაროდ ძალიან თითქმის არანაირი წარმოდგენა არ მაქვს ჰომეოპათიაზე, მაგრამ აი მეც რაღაცა მასე მეგონა, რომ ეს არის რაღაცა დარგი, მეცნიერებას არ ვუტყვი, მაგრამ რაც არის, რომელიც გვთავაზობს მხოლოდ მცენარეულ და აბსოლუტურად უნებელ რაღაცებს და შეიძლება საერთოდ ხო, აი აქ რატომღაც აი უკვე ტერმინი ეს მცენარეულია და მიიღეთ, ხო? ესეთი აზრები ხშირად გაჟღერდება ხოლმე. აი ის კონკრეტული მცენარეებიც, რომელიც თუნდაც შერეულია ამ ხველის წამლებში ან სხვადასხვა წამლებში, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დაეხმარება და სამწუხაროდ ეს მცენარეები, გარკვეული მცენარეები ყველაზე ნაკლებად შესწავლილი არის მედიცინაში. ამიტომაც რაც კარგად არ არის შესწავლილი, მაინც ვცდილობთ რომ მოვერიდოთ, არ გამოვიყენოთ და ამაში კიდე ისიც გვეხმარება, რომ აი ინიშნება და მშობელი თვითონ გვეუბნება, რომ არანაირი ეფექტი არ ქონია, ხო? ანუ ფიდბექი უკვე მშობლისგანაც მოდის, რომ აი ეს დამინიშნეს, თან ეს ერთი პაციენტი ხომ არ არის ეგეთი. ანუ არის ძალიან ბევრი და ამას ჩვენ პრაქტიკაშიც ვაწყდებით. ანუ შესაბამისად ვისშიც დაინიშნა მაგალითად ეს პრეპარატი და მას მოუგვარა პროცესი, ხო? შეიძლება იმაზე ვიმსჯელოთ, რომ აი გავიდა რაღაც პერიოდი, ხო? ამოწურა ვირუსმა, ბაქტერიამ თავისი თავი და ბუნებრივად შემცირდა ისედაც ხველად, სიცხეებიც და ასე შემდეგ, ხო? ამიტომაც მეცნიერება ზუსტად აქ შემოდის, დაგვეხმაროს ჩვენ იმაში, ეს პლაცებო ეფექტია, დამხმარე ეფექტია, სამკურნალო ეფექტია თუ რა ეფექტი არის საერთოდ, ხო? ამიტომაც, როდესაც ეს მედიკამენტები კარგად არ არის შესწავლილი და ხშირად ხედავთ დანიშნულებაში, აი შეიძლება სკეპტიციზმიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაღვივდეს და არის პაციენტების ის კატეგორიაც, რომლებიც ტრადიციულ მედიცინას საერთოდ არ ემხრობა და ურჩევნია მივიდეს ისეთ სპეციალისტთან, ვინც იყენებს მხოლოდ ესეთ წამლებს, ხო? რა თქმა უნდა, კონკრეტული მედიკამენტები, რომელიც სიცხის დამწევების დროს ინიშნება, ან სხვადასხვა მაგალითად ხველის პრობლემის მოსაგვარებლად ჰორმონულ პრეპარატებზე მაგიხა საუბარი, მაგალითად ექიმის რეკომენდაციის გარშე არ უნდა გამოვიყენოთ და ანოტაცია რო წავიკითხოთ მისი გვერდით ეფექტები, შეიძლება საერთოდ არ მოგვინდეს არასდროს მისი გამოყენება, მაგრამ ვიცით, რომ ამ კონკრეტულ მედიკამენტს შედეგი აქვს, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რასთან კომბინაციაში არ უნდა დაინიშნოს, რამდენი დღე უნდა დაინიშნოს და რა გვერდითი ეფექტი შეიძლება მოხდეს. მარტივი ტრიუკი ასევე, რაღაცა კონკრეტულ წამალზე თუ აწერია, რომ გვერდითი ეფექტები არ აქვს, ესე იგი ის არ არის შესწავლილი. გასაგებია. ანუ იმიტომ რომ არ არსებობს ეგეთი რაღაც ნებისმიერ რაღაცის მიცემა, რაღაცა პროცესს უნდა ცვლიდეს. თუნდაც ეხა წყალი რომ მივიღოთ ჩვენ რაღაცა კონკრეტული რაოდენობით, შეიძლება ამ რაღაც პროცესები შეცვალოს, ხო? და აქედან გამომდინარე არ არის ეგ სწორი. ასევე დავითმა რაც თქვა წეღან აბსოლუტურად ვეთანხმები და ამაზე არის ბავშვებში, დიდებშიც და ბავშვებშიც მარტივია შარლატანობა. იქიდან გამომდინარე, რომ პლაცებო ეფექტი ჯერს ერთი არის რეალური და მეორე ბავშვებში განსაკუთრებით ხშირად უმეტესობა ალბათ 95% ბავშვებს არაფერი არ ჭირდება გარდა დაკვირვებისა. და შესაბამისად ის თავისით რომ მორჩება რაღაცა პროცესი, მე რო თქვენ დაგენიშნოთ 10 წამალი, შეიძლება ამ 10 წამალს მივაწეროთ, მაგრამ რეალურად არც ერთი არ იყოს საჭირო, ხო? აქედან გამომდინარე ბავშვებში ეს შარლატანობა და მსგავსი მედიკამენტების ბევრი გამოწერა და მე ამითი შედეგის მიღება შეიძლება პირდაპირ პროპორციული არ იყოს რამდენად მიზანშეწონილი იყო კონკრეტული პრეპარატის დანიშვნა, ხო? იქ ამიტომ მე ყველა მშობელს ურჩევდი, რომ როდესაც რაღაც კონკრეტული პრეპარატი ინიშნება, ჩაეკითხეთ კონკრეტულად რისთვის დაინიშნა, რომ აგიხსნათ ექიმმა. ან რატო დანიშნა მაგალითად.
როდესაც ესეთი კითხვები მოდის პაციენტისგან, პირიქით ეს უნდა გვიხაროდეს ექიმებს და შესაბამისად ის ნახევარი საათი რაც გვაქვს ან სიტყვაზე 40 წუთი კონსულტაციაზე, რთულ შემთხვევებში შეიძლება 40 წუთიც ვერ ჩავეტიოთ, ის იმისთვის არის, რომ ეს ყველა დეტალი გავიაროთ, ხო? იმიტომ რომ მშობელი თუ ექიმს არ ენდობა, მერე უკვე მკურნალობის პროცესი ვერ წავა ისე როგორც საჭირო, ან იქნებ არ მოგეწონათ თქვენ ჩემი პასუხი და სიტყვაზე გაინტერესებთ რომ გადაამოწმოთ ალტერნატიული აზრი გაიგოთ, ხო? მიხვალთ მერე სხვა ექიმთან და გაიგებთ ალტერნატიულ აზრს. ასევე დღესდღეობით ხელოვნური ინტელექტი ძალიან მიხარია რო არის, რომ გარკვეულ შემთხვევაში ხა დიაგნოზებში და რაღაცებში შეიძლება ბოლომდე ვერ დაგეხმაროს სწორად ჯერჯერობით, მაგრამ მშობელი მომზადებული რომ მოდის ეს ყოველთვის სასიამოვნო არის იქიდან გამომდინარე, რომ მშობელი რაც უფრო დაინტერესებულია, მე მეც უფრო მშვიდად ვარ, რომ მე რაც აუხსენი მშობელს ჯერ ერთი და იგივე ინფორმაცია თუ აქვს მიღებული, ხო კარგი, თუ რაღაცა არ აქვს სწორად მიღებული, უნდა აუხსნათ, რატო არ აქვს სწორად მიღებული და სად შეუძლია რომ თვითონაც გაეცნოს. ეხლა მაგალითად ჩვენც ერთ-ერთი კარგი წყარო არის up to date და იქ ცალკე არის patient education და როგორც ვიცი, ეგ უფასო არის ხოლმე პაციენტებისთვის რომ გაეცნო რაღაც კონკრეტულ სექციებს და ეს შემოდის დღესდღეობით სამედიცინო მეცნიერებაში, ისედაც მაგალითად სტატიები რაც იწერება, ყველა ცდილობს რომ მაქსიმალურად გასაგებ ენაზე იყოს დაწერილი კონკრეტული ნაწილები, შეიძლება იქ სტატისტიკა და რაღაცები ვერ იყოს თლად გასაგებ ენაზე დაწერილი, მაგრამ სხვა ნაწილები უნდა იყოს ჩვეულებრივი ადამიანისთვის ხო, რომ ყველამ შეძლოს ამ ინფორმაციის მიღება და დამუშავება, ხო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია არის და შეიძლება მაგალითად რაღაც კონკრეტულმა მშობელმა კონკრეტული ინფორმაცია ჩემზე მალე გაიგოს, რაც არ არის საერთოდ ნაკლი, იმიტომ რომ იმდენი უამრავი კვლევა არის, რომ შეიძლება მეც მერე რომ მითხრას გავეცნო ინფორმაციას და უთხრა რომ რამდენად სანდო არის. ეს ნაწილი ერთი კვლევით შესაძლებელია თუ არა ესე გადაჭრით რაღაცა კონკრეტულის თქმა თუ უნდა დაველოდოთ კიდე რაღაცა შემოსულ მასალებს. ხო, აქედან გამომდინარე, ეს შეიძლება დაგინიშნათ ვიღაცამ ეს ნატუროპათიული წამლები ან ჰომეოპათიური წამლები თქვენი ბავშვი გამოკეთდა ან თქვენ გამოკეთდით და ეს არ იყოს წამლის დამსახურება. ან უარეს შემთხვევაში მაგალითად სახელს დაგვარებს არ დავამსახელებ, მაგრამ ერთ-ერთ ჩემ მეგობარს რაღაც ეგეთი ნატუროპათიული წამალი გატესტილი აქვს და რაღაც ჰორმონები იყო, რამაც მოკლევადიანი შვება შეიძლება ყველას მისცეს თითქმის ყველა დაავადებაზე, ხო? ანუ ეს ასეთი თაღლითობის ვარიანტებიც არის, რომ და მან ერთი ძალიან უცნაური ამბავია, რომ ძირითადად აი ასეთ პრეპარატებს იყენებენ ხოლმე ადამიანები, ვინც სკეპტიკურად არიან განწყობილი იმ პრეპარატების მიმართ და ვაქცინების მიმართ, რომელსაც კლინიკური კვლევები და ყველაფერი გავლილი აქვს, ანუ ამისი არ ჯერათ, მაგრამ ჯერათ რაღაცა ნაყენის, რომელიც იყიდება რაღაცა გარკვეულ აფთიაქებში, ან ვიღაცა დაუნიშნოს, მერე დალევენ და ამბობენ, რომ ყველაფერი კარგად არის. აი თუნდაც კი ბატონო, ეგ სწორია. აქვე ცხადია, რომ ეს არ არის ჰომეოპათიური პრეპარატი, ხა რაც უნდა ვიკითხოთ C ვიტამინი, ამასაც ბოლო კითხვაა, რაც მინდა რომ ვკითხოთ დღეს, არის ესეთი გავრცელებული მითი, რომ თუ გვინდა რომ აი იმუნიტეტზე რო ვილაპარაკეთ, ხან იმუნიტეტი რო გავამყაროთ და განსაკუთრებით რუსების სეზონში, ხან საერთოდ არ ელოდებიან ხოლმე ექიმის დანიშნულებას, ისე აძლევენ ბავშვს C ვიტამინის მშობლები. რამდენად სწორი არის ესეთი გადაწყვეტილების მიღება? თავიდან რო დავიწყოთ ისევ, ანუ ჩვენ იმუნიტეტის გაძლიერება არ გვინდა, ჩვენ გვინდა რომ იმუნიტეტი ფუნქციონირებდეს ისე, რომ ამოიცნოს პათოგენი, ჩვენ თავი არ დააზიანოს და მოკლედ თავის საქმე გააკეთოს. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ეგ არის პოლიცია სახელმწიფოში და უნდა იცოდეს ზუსტად ამოიცნოს ვინც აშავებს და ის გაუშვას ციხეში, თორე თუ ან ყველა ასე ვთქვათ, ცუდად მუშაობს, ესე იგი ყველას არავის არ იჭერს და შეიძლება გადამეტებულად მუშაობდეს და ასე ვთქვათ, ყველას იჭერდეს, გინდა იყოს დასაჭერი, გინდა არ იყოს დასაჭერი. რაც შეიძლება ეხა კარგი მაგალითი იყოს საქართველოს, ხო, ამის კეთა გამომდინარე, ჩვენ გვინდა რომ ნორმალურად ფუნქციონირებდეს, ხო, ეს იმუნიტეტი. იმუნიტეტის ფუნქციონირებაში ეხა რაც არ უნდა ვიტამინი ჩამომითვალოთ, თითქმის ყველაზე გეტყვით, რომ აქვს ფუნქცია.
მაგრამ ეს არ არის გრიპის სამკურნალო საშუალება. ესე კონკრეტულად რო გითხრათ, რომ უეჭველი აი ამას თუ მიიღებ C ვიტამინს და შენ სურდო გაქვს, ის გრიპი გაქვს და ეს გიშველის არ არის, მაგრამ მაგალითად A ვიტამინი შეიძლება გართულებული წითელას დროს იყოს ერთ-ერთი რუტინული პრეპარატად განხილული, ხო? იმიტომ რომ ვიცით რომ იკარგება ეგეც და მაგიტოა. კი, და გვეხმარება შესაბამისად ამ პროცესში რომ სწორად იმართოს წითელა, მაგრამ ესე ხელის მოსმით რომ თქვა რომ რაღაც კონკრეტული თუნდაც D ვიტამინზეც არის ბევრი რომ იმუნიტეტის სწორად ფუნქციონირებაში ნამდვილად უწყობს ხელს და მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ეგრე შეგვიძლია ესე რომ ჩამოუყვეთ ალფავიც ყველაფერი ვთქვათ, ხო? მაგალითად A ვიტამინი ეხა იმუნიტეტზე მთლად ესევე რა, მაგრამ შედედების სისტემაში მნიშვნელოვანი კომპონენტი არის, ხო? და ესე ყველა ვიტამინს რაღაცა კონკრეტული ბენეფიტი ჩვენთვის აქვს. იმიტომ ქვია ვიტამინები, ხო? რაც პირდაპირ მნიშვნელობით რომ გადავთარგმნოთ, არის სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ამინები, რომელიც ამინების ჯგუფი არის. ეხა ზოგი ვიტამინი არ არის ამინი, მაგრამ ამაში აღარ შევყოთ ხო მე. დავიჩენ ხო არ დავამატებდი რამეს. მე დავამატებდი ერთი იმას, რომ ეს თქვენი კითხვა მომდინარეობს იქიდან, რა პრობლემებსაც დღეს ვაწყდებით. დანიშნულებებში თუნდაც, რომ ის გაცივდა მულტივიტამინი, ეს არ ჭამს მულტივიტამინი, ამას რაღაც კუჭნაწლავის პრობლემა აქვს, ამას ეს ვიტამინი და ასე შემდეგ. ღმერთმა მართლა აგვარიდოს ყველას ის პრობლემა, როდესაც მულტივიტამინების დანიშვნა მართლა ჭირდება ბავშვს, როდესაც იქ შეწოვის პრობლემა ან ქრონიკული პრობლემები არის, რომლის დროსაც მაგალითად ვერ ხდება კონკრეტული ვიტამინების და მინერალების ათვისება და აი ესეთ რუტინულ რაღაც პრობლემებზე, როდესაც გვაქვს საუბარი გაციება ვირუსებზე, იქ რაღაცა მაგალითად კონკრეტულ ავადობებზე, აი იქ დანიშნულებებში ხშირად ვნახულობთ ჩვენ, რომ აი იქ მულტივიტამინების კომპლექსია ჩართული, იქ C ვიტამინი აუცილებლად, იქ თუთია აუცილებლად, იქ რაღაცა B კომპლექსის ვიტამინები აუცილებლად, მერე ჩნდება აზრი, რომ აი გაციებაზე ეს უნდა მივიღო, მაგალითად ვირუსზე ეს უნდა მივიღო, თუ მაგალითად თავის ტკივილი მაქვს, ეს ამისთვის კარგი არის და ამიტომაც ბევრი ისეთი აზრი ვრცელდება, რომ შესაბამისად იყიდება კიდეც ეს წამლებიც, ხო? მერე ექიმსაც არავინ არ ელოდება და თვითონ ყიდულობს ადამიანი ამ C ვიტამინს, ხო? ხო, ვიტამინი როგორ შეიძლება ვიტამინმა ავნოს რამეან და ხო, არა და აქ უკვე მეორე საკითხი არის და ბევრი ექიმიც ამაზე საუბრობს, რომ ვიტამინების ჭარბმა მიღებამ კიდეც ალკე გართულებები შეიძლება მოგვცეს, ხო? ანუ დამთავრებული რაღაც იმუნური სისტემის შეცვლით, დამთავრებული ალერგიული რეაქციით, კანზე გამონაყრით თუ ასე შემდეგ და ამიტომაც ვიტამინების ესე ჭარბად მიღებაც ჩემი აზრით არ არის რეკომენდებული და გვიხარია პირიქით, რომ პირველ კითხვას რასვათ, როგორ იღებს ბავშვი საკვებს, როგორ ჭამს, როგორი მადა აქვს, სითხე შეწყვიტა თუ ისევ იღებს, ხო? აი მაგალითად თუ უყვარდა ხორცეული, ხილავი, ბოსტნეული ავადობის დროს იღებს ისევ თუ მოუკლო, ხო? ანუ პირველი კითხვები ეს მოდის და არა ის, რომ აი შენ ამ ვიტამინს დაგინიშნავ და შენ ამ ვიტამინს დაგინიშნავ, ხო? ამიტომაც კვება და სითხის მიღება ერთ-ერთი შეუცვლელი არის ნებისმიერი მოკლე თუ გრძელვადიანი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. და ამიტომაც ეს კითხვები ხშირად უნდა დაისვას და მერე მოდის უკვე კითხვები რაციონზე, რომ აი ჩემი ბავშვი ამას ჭამს, ჩემი ბავშვი იმას ჭამს, ჩემ ბავშვს ეს არ მოწონს და უკვე გარკვეულ ასაკობრივ ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ მადის, ასე ვთქვათ, დარღვევები და ზოგად კვებითი დარღვევები, რომელიც ხშირად გვხდება გარკვეულ ასაკში. ეს საკმაოდ ხშირი არის და ასევე უნდა ვთქვათ, რომ თვითონ მადის მხრივ კვების მხრივ ესეთი შეკითხვები არის ხოლმე ხშირად, რომ აი კონკრეტულად რითი შეუსვა, ხო? და ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ვიტამინებზე და მინერალებზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის მიკრონუტრიენტები. და როდესაც ზრდის მხრივ შეიძლება პრობლემები გქონდეს, ანუ წონის და სიმაღლის ან სიგრძის, ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი ამწყობები არიან მაკრონუტრიენტები, რაც არის ცილა, ცხიმი და შაქარი, ხო, რომელსაც ზოგს ენერგეტიკულად ვიყენებთ, ზოგს საშენმასალად ვიყენებთ, ზოგს ორივეში ვიყენებთ, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ
მაკრონუტრიენტები მიიღოს და ეხლა მაკრონუტრიენტები ჩვენ ბავშვთან ხო არ დავიწყებთ აი როგორც ბოდიბილდერები და ის ადამიანები ვინც მუშაობენ დანამატებს იღებენ აქედან გამომდინარე კვების გასწორებას ალტერნატივა არასდროს არ აქვს მაგ მხრივ თუმცა არის შემთხვევები როდესაც მე შეიძლება დაგგვჭირდეს კვების თერაპევტი არის კონკრეტული ანტიჰისტამინური პრეპარატები რომელიც შეიძლება კომბინაციაში დავნიშნოთ და საკმაოდ კარგი შედეგები აქვს ხოლმე მაგრამ პირველი კვება, როდესაც დაირღვა, აქ კვების მხრივ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ძირითადი არის დასწავლილი. მაგალითად, ჩვენი პედიატრების მთავარი წიგნი არის ნელსონი და ნელსონში ესეთი ამერიკაში სტატისტიკა არის გაკეთებული. ჭარბწონიანობის 80% თუ სწორად მახსოვს, უმეტესობა დაკავშირებულია ოჯახურ პირობებთან. ანუ მშობლები როგორც ჭამენ, ან დასწავლადია ის ჩვევები, რასაც მშობლები ბავშვს ასწავლიან, ხო? ანუ მაგალითს რითიც აძლევენ. შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ამ მხრივ, კვების მხრივ ჩვენც ვიკვებოთ სწორად და სწორი კვების ჰიგიენა დავიცვათ, როდესაც ბავშვი ეყოლება, არა მარტო ბავშვს უნდა ევალდებოდეს ეგ, არამედ მშობელსაც, რომ კარგად ისწავლოს და ხო ეს ცოტა შორს წავედით იმუნიტეტის გაძლიერებიდან კვების დარღვევამდე, მაგრამ მნიშვნელოვანია კვება, სწორი კვება არის ყველაფრის ფუნდამენტი და საფუძველი, რაზეც მე შენდება ხოლმე ეს ჩვენი. ერთადერთი რაც შეგვიძლია თამამად ვთქვათ, აი დავით მახსენა, ერთ-ერთი ნიუტრიენტი არის თუთია, მიკრონუტრიენტი, მივხვდათ მინერალი, რომელიც ფაღარათის დროს ჩვენაირ ქვეყნებში, ანუ არაგანვითარებულ ქვეყნებში შეიძლება ფაღარათის დროს დაინიშნოს ეგრევე, იმიტომ რომ ჰოსპიტალიზაციას ამცირებს. დანარჩენი ეხა რაღაც კონკრეტული ვიტამინებზე, ესეთი ან მინერალებზე, ესე კონკრეტული მოწონა კალციუმზეც უკითხავთ ჩვენთვის, როდესაც ბავშვი რძეს იღებს, მაგალითად არ უნდა იყოს კალციუმი მიცემა საჭირო. D ვიტამინზე ეხა ისედაც ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ 2 წლამდე მიიღოს, მაგრამ 2 წლის მერე თუ შეუძლია რომ მზეზე გავიდეს, უნდა გავიდეს შუადღისმზეზე 10 წუთი, ну მაგ კიდე ის საკითხი არის, რაც უფრო მუქია კანი და მელანინი რაც უფრო მეტი აქვს, მით უფრო ნაკლებად ითვისებს ამას და D ვიტამინის ნაკლებად წარმოქმნის და უფრო დიდი ხანი შეიძლება დაჭირდეს, მაგრამ მაგალითად ზაფხულში და გაზაფხულში შემოდგომის რაღაც ნაწილი საკმაოდ თვილი არის ასევე საქართველოში, ну დასავლეთში პრინციპში შეიძლება უფრო დიდი პერიოდიც, მზეზე თუ ყავს ბავშვი, წესით 2 წლის სევით აღარ უნდა დაგჭირდეს D ვიტამინის მიცემაც. კალციუმი რძის პროდუქტებს თუ იღებს, არ უნდა დაგჭირდეს ომეგა-3, თუ თევზის პროდუქტებს იღებს, თან 2 პორცია არის საჭირო კვირაში, ხო, რაც არ არის ძალიან დიდი რაოდენობა, ესეც არ უნდა დაგჭირდეს და ესე რომ ჩამოუყვეთ ყველაფერს. თითქმის ყველაფერი დაბალანსებული რაციონი თუ გვაქვს, ეს არის ჯანმრთელობის ერთ-ერთი სტანდარტი არა მარტო ბავშვობის ასაკში, არამედ უკვე ეს დასწავლის ერთ-ერთი და ჩვევის ნაწილი ხდება, რაც შეიძლება დიდი ალბათობით გაყვეს უკვე დასრულობაში და მე ეს სიმსუქნე და ასე შემდგომ აირიდოს თავიდან. მიუხედავად იმისა, რომ ეხა არის პრეპარატები, რომელიც სავარაუდოდ ეხა პატენტი გაუვა და ძალიან გაიაფდება წონის საკლები პრეპარატები, GLP-1 ანტაგონისტები თუ აგონისტები, აღარ მახსოვს რომელი ჯგუფის არის. მაინც მნიშვნელოვანია, რომ წამლებზე ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული და ვიყოთ უფრო დამოკიდებული სწორ კვებაზე. რაც ესე მარტივი სათქმელი უფრო, მაგრამ არ არის მაგრამ რთულია განსახორციელება. მარტივი არის თუ ბავშვობიდან მიეჩვევა. იგივე არის ვარჯიშსაც თუ და ფიზიკურ აქტივობასაც თუ მიეჩვია, მერე რთულია გადაჩვევა. ხო, ძალიან ცუდი სიტყვა დისციპლინა, მაგრამ ალბათ ეგ არის რაღაცა ბავშვობიდან რუტინას. ხო, აი, კვებაზე ილაპარაკა კოტემ, მაგრამ კვებითი ნიშან-სვეტების და კვებითი უნარ-თვისებების გამომუშავება პირველ რამოდენიმე წელში ხდება ბავშვში. და იმის მიხედვით თუ როგორ აითვისებს ამას, მშობლები ამის ათვისებაში როგორ მიეხმარებიან, უმეტესწილად განაპირობებს მისი, ასე ვთქვათ, რაციონის, კვებითი, ასე ვთქვათ, ცვლილებების და კიდე ბევრი, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობის პრობლემებს სამომავლოდ, ხო? რა თქმა უნდა, არის იქ გარკვეული ასაკობრივი ჯგუფი ბავშვების, რომელშიც შეიძლება შევხვდეს ეს რაღაც პრეტენზიული მჭამელი, ეგეთი ტერმინიც არსებობს, ხო? მსგავსი შემთხვევები, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ბავშვმა, ასე ვთქვათ, უნდა აითვისოს ეს კვებითი უნარ-თვისებები პატარა ასაკში, წლამდე
და აი 2 წლამდე ეს ის კრიტიკული პერიოდი არის. როცა მე იქ შემოდის ოჯახში რეგულარული ასე ვთქვათ დაჯდომები, ხო? მაგიდასთან, როდესაც უკვე ბავშვს ვაგზნობინებთ, რომ ოჯახის სრულფასოვანი წევრი არის, მაქსიმალურად ჩვილობის პერიოდში ისეთი რაციონის შექმნას, რომ მრავალფეროვანი სხვადასხვა ტექსტურის საკვები გასინჯოს, რომ მე ბავშვს არჩევანი მიუცეთ, რომ აი იმ კონკრეტულიდან რა მოეწონება, ხო? და ასე შემდეგ. იქ კიდე ნიშანსვეტები არის კვებითი, რომელსაც ყურადღება მშობელმა თუ არა პედიატრმა მაინც უნდა მიაქციოს, რომ შეიძლება ნაადრევად არის საჭირო თერაპევტის ჩართულობა, ხო? კვებითი თერაპევტის ჩართულობა, რომელიც ბევრად ასე ვთქვათ წაგვიგდებს წინ საქმეს. იმიტომ რომ რომ გადავხედოთ ახლა პაციენტების უმეტესობას ეს კვებითი პრობლემები ძალიან ხშირი არის რა და მშობლები იძახიან რომ არ ჭამს ამ კონკრეტულ ბოსტნეულს, არ ჭამს ამ კონკრეტულ ხორცეულს, არ ჭამს ამ კონკრეტულ ხილეულს და ასე შემდეგ. ანუ ეს პრეტენზიულ მჭამელობას უკვე ცდება და აქ უკვე შეიძლება კვებით დარღვევებზე გვაქვს ჩვენ საუბარი და თუ ბავშვის კვება და რაციონი არ არის რა თქმა უნდა მდიდარი უკვე მთელი წყება მოდის პრობლემების და ჯანმრთელობის კუთხით გართულებების, რომელიც შეიძლება თავიდან აგვეცილებინა ეს პრობლემა რომ არ ყოფილიყო. და რა თქმა უნდა, თუ იქ ვიტამინები არ არის საჭირო რაოდენობით ორგანიზმში, თუ იქ ცილები არ არის, თუ იქ რაღაც კონკრეტული ნაერთები არ არის, უკვე მოწყვლადიც ხდება ბავშვი. სხვადასხვა დაავადებებისადმი, რომ აღარ ვთქვათ იქ სიმსუქნე, დიაბეტი და სხვა მეტაბოლური დარღვევები, რომელიც უკვე მოზრდილ ასაკში იჩენს თავს. ამიტომაც ალბათ დიეტა, ძილი და ფიზიკური აქტივობაც ვახსენეთ, ეს სამი არის ის სამკუთხედი, ხო, ის სამკუთხედი, რომელიც ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს მივაჩვიოთ, ან დავეხმაროთ ყოველ შემთხვევაში იმის გაგებაში, რომ ეს სამკუთხედი ყოველთვის ეცადოს რომ დაიცვას. იმიტომ რომ ვიცით რომ ბავშვი რაც უფრო იზრდება, იქ თინეიჯერობის ასაკი შემოდის და ასე შემდეგ, ძილსაც უკლებს, დიეტას არ აქცევს ყურადღებას, ამ პირიქით ზოგი უფრო მეტად აქცევს დიეტას ყურადღებას, ვიდრე საჭირო არის, ხო? და აქ უკვე დანაკარგები გვაქვს ბევრი რაღაცეების. მერე ანორექსიის პრობლემა შემოდის და ასე შემდეგ, ხო? ამიტომაც ფიზიკურ აქტივობაზეც გავამახვილეთ ყურადღება და აი ეს სამკუთხედი ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ კი და ეს სამკუთხედი არის ჩვენ რო გვიჩევს ვიღაცა, გვეკითხება ვიღაცა რომ იმუნიტეტი როგორ გავაძლიეროთ, ეგ სამი არის. ფიზიკური აქტივობა, კარგი ძილი, დაბალანსებული კვება. რაც სახში შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს არის. გარდა ამისა, რაც ჩამოთვალეთ ის გეგმიურ ვაქცინაციის ცხრილში რაც არის, ის ასწავლის რაზე უნდა კონდეს, ანუ რომელი კრიმინალი უნდა დაიჭიროს იმუნურმა სისტემამ. ხო, აქედან გამომდინარე, ხო, ეს სამი რაღაცა მნიშვნელოვანია. თუ გეგმიურ ვაქცინაციასაც ჩაიტარებენ, დამატებითი ბონუსი ექნებათ, იმიტომ რომ უკვე წინასწარ იცის ბავშვს იმუნურმა სისტემამ, რომელი დაავადება უნდა აღმოაჩინოს წინასწარ და გაანეიტრალოს. ეს კი ბევრი რამე გავიგეთ, მართლა, ძალიან ბევრი დაამოჩნდა, რომ რაღაცები არის კიდევ, რომელიც არ ვიცით და სწორად ვერ ვაკეთებთ, გვიჭირს გაკეთება და ეს შემდეგ მშობლებსაც და ამაზე ჩვენ წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, თუნდაც ეს აი ამ სამკუთხედზე ახლა რაზეც ვილაპარაკეთ. და რაც შეეხება ვირუსებს და გაციებას, რაზეც ვილაპარაკეთ, ანუ შემისწორეთ თუ რამეს არასწორად უტო, ესე იგი გავარკვიეთ, რომ გაციება გადამდებია და არ გადაგედება, ნუ გეშინია გავცივდი ტყუილია და აღარ თქვათ ხოლმე, იმიტომ რომ არავინ არ ვარ დარწმუნებული გავარ თუ არა გადამდები. კონდიციონერი და ასევე ორპირი არაციებს ბავშვს, მაგრამ ვუქმნით გარემოს სხვადასხვა. ორპირი არა. ორპირი მე მგონი შეიძლება პირიქით ჰაერიც შემოდიოდეს ამ დროს და განიავება ზოგადად უფრო კარგიც არის ბინის. ანუ ესეც მოკლედ არ არის სწორი და შეგვიძლია რომ თავისუფლად გავანიავოთ ხოლმე და კონდიციონერი გააჩნია, იმიტომ რომ ვუქმნით კარგი გარემოს. იმიტომ რომ ეხა ახალი ასე ვთქვათ განახლებები რაც აქვს, მე მგონი ის პრობლემები, რასაც კონდიციონერი ქმნის, რაღაცა თაობა ქმნიდა, წესით აღარ უნდა შექმნას, იმიტომ რომ თუ ახალი ჰაერი შემოაქვს და ტენიანობას შეინარჩუნებს ისე, რომ ასე ვთქვათ, ლორწოვანის გაღიზიანება და დაზიანება არ გამოიწვიოს, ამ შემთხვევაში ეგ პრობლემაც იდეაში უნდა მოხსნას. ხო, აღარ ეგ უკვე ფუნქციონალში თვითონ მშობელმა და ადამიანმა უნდა შეამოწმოს, ხო? ასევე შეგვიძლია რომ ჯანმრთელ ბავშვს თამამად ვაჭამოთ ნაყინი და ეს მას არ გააციებს. შეგვიძლია. და
C ვიტამინი და ზოგადად ვიტამინები ვირუსებს არ კურდავს. შეგვიძლია ესე ვთქვა. ძალიან საინტერესო იყო მართლა შევახსენებ ჩვენს მაყურებლებს რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ პედიატრი ძმები. შეგიძლიათ რომ უსმინოთ ხოლმე ძალიან საინტერესო ვიდეოები აქვს მე პირადად თითქმის ყველა პლატფორმაზე ვადევნებ ხოლმე თქვენს კონტენტს თვალს TikTok-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე, YouTube-ზე შეგიძლიათ რომ მოძებნოთ და გამოიწეროთ რაც შეეხება ჩვენს პოდკასტს, ჩვენს დავაანონსებთ შემდეგ სტუმარს ჩვენივე პლატფორმებზე და ამ შემთხვევაში უკვე საშუალება გექნებათ რომ წინასწარ მოგწეროთ კითხვები და თქვენ კითხვებს ჩვენ სტუმრებს დავუსვამთ. მადლობა რომ გიყურებთ. აბა დრო. ნახვამდის.